მოგი მოგესალმებით. შეგვიძლია ცოტა ხანი დაველოდოთ, სანამ მაყურებლები მოგროვდებიან და შემდეგ ასევე გავაკეთებთ წარდგენასაც. ხო, პირველი მაყურებელი უკვე ყავს. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ბატონი გიორგი ხატიაშვილი, მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორი და ბარემ შემოვიყვან სტრიმში მასაც და შემდეგ წარდგენასაც გავაკეთებთ დღევანდელი თემის. წამით. კი ბატონო, სად ვართ მე მგონი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო გიორგი. მადლობა რომ გამონახეთ დრო. ხო, მოკლედ წარდგენის სახით რო თქვა, დღეს ჩვენი მთავარი თემა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ დატვირთული დღე იყო მოვლენებით და თქვათ რაღაც შიდა პოლიტიკური ამბებით, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ვისაუბრებთ საერთაშორისო პოლიტიკაზე და რაზე შეიძლება ვისაუბროთ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე. ამ კვირას, რომელშიც ჩვენ ვიყოფებით, ამერიკის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა უკვე უწოდეს გადამწყვეტი კვირა. ამით თუ სწორედ აი ამ პერიოდში უნდა გადაწყდეს დიდი შეთანხმების ბედი, შედგება თუ არა ეს შეთანხმება, როგორც ეს ტრამპს სურდა, როგორ შედგება ეს შეთანხმება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო თემა არის ასაუბროთ და ჩვენ შევეხებით ამ თქვა შიდა პოლიტიკურ დინამიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორი არის ის გეგმა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინეს და რუსეთში ჩაიტანეს, ასევე ამ გეგმაში შეიტანეს შესწორება უკრაინელებმა და ევროპელებმა ერთობლივად და გარდა ამისა, ვიცით რომ არსებობს მთავარი მხარე, ხო, ამ შემთხვევაში, რომლის გარეშეც ეს პრაქტიკულად ეს პროცესები ვერ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთი და ასევე ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორი არის რუსეთის პოზიციები ამ ყველაფერში. თქვენთან ერთად დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ მე, აკაზალქო რეალპოლიტიკას აღმასრულებელი რედაქტორი, ჩვენი ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და ჩვენი სტუმარი მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და თუ რამეში ვცდები და გამორჩება შემისწორეთ ბატონო გიორგი ხატიაშვილი ჩაგვერთვება ამერიკიდან. და შეგვიძლია ხო, ანუ მოგესალმებით და ასევე გთხოვთ რომ დაალაიქოთ ჩვენი ლაივ სტრიმი, ჩვენი ლაივი გადის როგორც ჩვენს ინსტაგრამზე, ჩვენს ფეისბუქზე, ასევე ჩვენს YouTube გვერდზე, გთხოვთ დაალაიქოთ, მოგწეროთ კითხვები და ჩვენ ამ სტრიმის ბოლოს, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს ვუპასუხებთ. ბატონო, ეხლა ჩვენ გადავალთ ესე რომ სამივე ფორმატი გამოჩნდეს, დიახ, გავედით და ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ აქ ხართ და შეგვიძლია დავიწყოთ. მოდი, ესა გიორგი, რახან სტუმარი გვყავს, მოდი პირდაპირ სტუმართან კითხვით დავიწყებ. გიორგი, შენი აზრი მაინტერესებს, ჩვენ ნახეთ რომ აი ამ გასულ დღეებში, პრინციპში 17 აპრილს გაკეთდა, მგონი ეს განცხადება რუბიოსგან, რომ თუ ეს არ იქნება საერთოდ რაღაცა ეს პროგრესს ვერ მივახცევთ უახლოეს პერიოდში, ჩვენ გავალთ აი ამ მედიაციის პროცესიდანო, ესე თქვა, პარიზის შეხვედრის შემდეგ და შემდეგ ეს უკვე ტრამპმაც გაიმეორა, ცოტა სხვა სიტყვებით ესე რომ ვთქვა და ამ კვირაშიც რუბიომ განაცხადა, რომ ეს იქნება გადამწყვეტი კვირა. რას ნიშნავს საერთოდ ეს გასვლა, როგორ წარმოგიდგენია ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა ესეთი პროცესიდან? იქნებ რამე ისტორიული პარალელი ხوار გახსენდება და თუ გახსენდება, რა პარალელი გახსენდება და ზოგადად შენი აზრით რა არის ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი სურვილი აი ამ ვითარებაში, გარდა იმისა, რაც ვიცით რომ ნებისმიერ ფასად პრაქტიკულად შეწყდეს აი ეს ომი, ხო, შეჩერდეს მაინც როგორც მინიმუმ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რა შეიძლება იყოს ამერიკის გასვლა, ხო? პირველ ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ დღესდღეობით ეს გასვლა მე მგონი უფრო წნეხია, რომ პრინციპში უკრაინაზე თორე ხა საკითხავია პუტინს ამერიკელების გასვლა შეიძლება უფრო აწყობდეს, ანუ ეს რანაირად არის წნეხი პუტინზე, ეს კიდე განვიხილოთ მერე. მაგრამ რაც შეეხება გასვლას, ნუ ორი ასე ვთქვათ, ისტორიული ფაქტი მახსენდება, ხო? 2021 წელი ამერიკელების გასვლა ავღანეთიდან და ეს იყო ასე ვთქვათ აღსრულების კუთხითაც ფიასკო იყო, მაგრამ რეალურად 20 წელი ვთქვათ იყვნენ ქვეყანაში, ტრილიონები დახარჯეს და რა რეჟიმი დაამხეს, ის რეჟიმი დაბრუნდა.
მეორე ესე თქვათ გასვლა მახსენდება 1973 წელი სამხრეთ ვიეტნამიდან რის შედეგადაც 1975 წელს სამხრეთ ვიეტნამი დაეცა და დღეს ერთიანი სოციალისტური ვიეტნამი გვაქვს, რომელიც ამერიკის მოკავშირეა და მისგან ყიდულობს თვითმფრინავებს ჩინეთის დასაბალანსებლად. ეს ორი ფაქტი მახსენდება. თუმცა ამ ორივე შემთხვევაში თქვათ 73 წელს ესე იგი ამერიკა უშუალოდ სამხედროდ მონაწილეობდა და შესაბამისად ეს გასვლა უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გასვლა? თუ საერთოდ მოხდა გასვლა. ერთი შეიძლება იყოს ასე, ტრამპის თქვათ ციტატებიდან თუ ამოვკრიბავთ რაღაცებს, შეიძლება იყოს რუსეთზე სანქციების თუ კიდე არსებობს რესურსი გამკაცრება და თქვათ უკრაინის სამხედრო დახმარების ასევე შეჩერება ან უბრალოდ ჩვენ თუ ევროპელები ჩვენგან იარაღს იყიდიან, კი ბატონო, მივყიდით უკრაინელებს, მაგრამ ჩვენ ათქოს ფულს არ გამოვყოფთ. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტია უფრო მკაცრი, რომ აი სრული კარის გაჯახუნება, ხო, აი რა ვიცი, რომ არც უკრაინას ვეხმარებით, არც რუსეთს, რუსეთს არ ვეხმარებით, მაგრამ არც რუსეთს უწესებ სანქციებს, ან კიდევ უარესი кейსი, რომ მე ყველაფერი ვეცადე, აგე მე ახლა ნორმალიზაცია მინდა რუსეთთან, თქვა უკრაინასთანაც ვივაჭრებ, რუსეთთანაც ვივაჭრებ და საერთოდ ვეთიშები სამხედრო კომპონენტს. ბევრი ვარიანტი არსებობს. ამ წუთას მე მგონი ალბათ თვითონაც არიციან ზუსტად რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვეთიშებით ამ თამაშს, ეს არის უფრო ზეწოლა და ეს ზეწოლა უფრო ალბათ კი არა და უკრაინაზეა, იმიტომ რომ კიდევ ვთქვათ, ხო, უკრაინის სამხედრო დახმარების 60% თუ არა მეტი მოდის ამერიკაზე. და რაც ამერიკაზე არ მოდის, ის ევროპელები კიდე ამერიკის ზურგით აწვდიან იმ იარაღს, იციან რომ საკუთარ მარაგებს თუ დახარჯავენ, თქვათ, მე ამერიკა, დაეხმარება ან ნატო სანამ არსებობს და ამერიკა ჯერჯერობით ჩაუნაცვლებელია სამხედრო კომპონენტში უკრაინის დახმარებისადმი. ხო, ჰუმანიტარული კი ბატონო ევროკავშირი მეცხარჯავს და რას ნიშნავს გასვლა ამ კონფლიქტიდან ეს ურთულესი იქნება უკრაინისთვის. ეხლა რუსეთის გადმოსახედიდან, ხო, რას ნიშნავს ეს გასვლა? ეხლა სანქციები კი ბატონო მოიმატებს, ეხლა ის რო სანქციები არ ადარდებთ, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა 3 წელია 24,000 სანქცია აქვს და როგორღაც რაღაცას აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს და შესაბამისად შეიძლება აწყობდეთ კიდევაც ეხლა თუ შენი მოწინააღმდეგის თავარი სამხედრო ასე ვთქვათ დამხმარე ეთიშება თამაშს ნიშნავს რომ ხო, შენი მოწინააღმდეგე კითხვა მაქვს დამაზუსტებელი. როგორ აფასები იმის შანსს, რომ თქვათ აი ეს პროცესიდან ამერიკის შეერთებული შტატები გავიდეს, მაგრამ ის რაღაც ნორმალიზაციის ეტაპი რაც დაიწყო, ხო, ერიაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ხო, ანუ ეს მოლაპარაკებები დაიწყო როგორც რაღაც თქოს უკრაინის ირგვლივ, მაგრამ შემდეგ ორმხრივი განცხადებები ნახეთ, რომ ეს ეხებოდა აი ამ ორმხრივი, ანუ ამერიკის და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას. აი ამ პროცესის მედიაციის შეწყვეტის შემდეგ ხედავ იმის შანსს, რომ შესაძლოა გაგრძელდეს ნორმალიზაციის აი ეს მცდელობა, რაც არის და იგივე ვთქვათ საუბრებია ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე და იქ გეგმაშიც ვნახეთ, რომ რუსეთი რაღაც გაძლიერებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას მიიღებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბევრია საუბარი ასევე არქტიკაზე და სხვა პროექტებზე. აი ამის შანსს როგორ ხედავ, რომ აი პროცესის მედიაციიდან გადის და შემდეგ უკვე ვთქვათ ის რჩება ნორმალიზაციის აი მოდუსში. ძალიან ფერმ შანსს ხედავ და აქ მთავარია როგორ ტრამპი არაერთხელ ამბობს ვის დაბრალდება ჩაშლა ეს სამშვიდობო პროცესის. თუ ტრამპი დაასკვნის რომ რუსეთს ბრალდება, შესაბამისად ეს კარის გაჯახუნება ალბათ რუსეთისადმიც იქნება უფრო მკაცრი. ანუ რაღაცა არ იქნება ისეთი დონის ნორმალიზაცია, რომელიც თქვათ ტრამპს ესახება. თუ ის დაასკვნის რომ თქვათ უკრაინა მთავარი მოწინააღმდეგე მშვიდობის. პირიქით თუ მოხდა რომ დაასკვნეს რომ რუსეთია თქვათ მთავარი მოწინააღმდეგე, ხო, კი ბატონო, შეიძლება სანქციების დაუწესოს და ისე გავიდეს მოლაპარაკებებიდან. ამიტომ დღესდღეობით ჩვენ რასაც ხედავთ, არის რასაც ქვია, ხო, რომ ბურთი შენ მოედანზე, ბურთი ჩემ მოედანზე. რეალურად ახლა ამ პირობებით ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს ხო არ ვიცი, მე მგონი არც ერთხელ ეს არ უნდა, ხო, რეალურად და უბრალოდ არც ერთი მხარე, ორივე მხარე ცდილობს ტრამპს პირდაპირ უარი არ უთხრას და მეორე მხარე წარმოაჩინოს დამნაშავედ თუ ჩაიშალა ეს სამშვიდობო ცეცხლის შეწყვეტის პროცესი, რომ თვითონ ასე ვთქვათ, სუფთა გამოვიდეს ამ თამაშიდან. აქედან არის რომ თქვათ ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ უკომპრომისო ცეცხლის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმავართ, ხო, ესეც რამდენიმე თვის წინ არის ძახდა. აქედან მხარე სუიძახის რომ ჩვენ მზათავართ და ეს ასე ვთქვათ ეს
ნახევრად ცრუ თუ არაცრუ ეს ცეცხლის სააღდგომო და ეხლა 9 მაისო ცეცხლის შეწყვეტა, რომ თქვათ ერთი ვითომ ჰუმანიტარული და მეორე თქვათ ისევ ტრამპთან სიგნალი, რომ აი შემიძლია მე ამის გაჩერება, თუ რაღაცებს დამითმობთ. აი ესეც შეიძლება ეს ინტერპრეტირდეს, ასე ვთქვათ. მეც ჩავერთვები, მოგესალმებით. მე მგონი ამის გათანაბრება არა სწორი, ხა გიორგი მაზეც ისაუბრა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინამ აი ცალსახად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე თქვა, რომ მზად იყო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე და რუსეთის ეს ამით იმას ვამბობ, რომ ტრამპს ამის მტკიცება სჭირდება ორივე მხრისგან და უკრაინისგან ამის მტკიცება ასაჭირო, ეს რამდენად აბსურდულია, ამას მინდა გავუსვა ხაზი, თორე ეხლა ჩვენ სამმა ვიცით და ზოგადად მე მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ არც უკრაინას დაუწყიეს ომი და არც უკრაინას საერთოდ არ სურს ამ ომის გაგრძელება, მაგრამ ის რომ ამაზე გვიწევს ჩვენ საუბარი და ზოგადად ამის ეს მოსაზრებები რომ ტრიალებს ტრამპის ადმინისტრაციაში უფრო სურს მშვიდობა ძალიან ტრაგიკულ ვითარებას აჩვენებს ამერიკის ადმინისტრაციის და იმ ხალხის, ვინც მათ მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ამ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარს, ესეც არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ერთ-ერთმა თავრობის წარმომადგენელმა ევროპული ქვეყნებიდან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მარკეტინგული სვლა იყო და ესეც შეგვიძლია პუტინის ეს 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტას უწოდოთ ახალი მარკეტინგული სვლა, არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, არამედ მათი იმ ამომრჩევლებისთვის, რომელთა ნაწილიც საკმაოდ სიმპათიებითაა განწყობილი პუტინის მიმართ. ხო, ანუ მეც დავამატებ თქვენი ნებართვით ნათქვამს. ხო, ანუ აქ ჩვენ ჯერჯერობით რთული სათქმელია რა, ხო, ანუ მე ჩემი შთაბეჭდილება რო გაგიზიაროთ არის ეს, რომ დონალდ ტრამპს ჰქონდა რაღაც წინასაარჩევნო დაპირება, რომ ამ ომს დაასრულებდა 24 საათში. თუმცა გასაგებია, რომ ეს შეუძლებელი იყო იმთავითვე და დღეს თვითონ ამბობს, რომ ეს რაღაცა ირონიული განცხადება იყო თუ ასე შემდეგ, მაგრამ ანუ რეალურად შტაბეჭდილება აი ამ მისი ისე მოხდა, რომ დღეს არის 100 დღე, მე-100 დღეა მისი გაპრეზიდენტებიდან და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვისაუბროთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში, ხო თქვათ რა შედეგები მოუტანა მისმა მეორე ვადამ ჯერჯერობით ამერიკულ საზოგადოებას, მაგრამ ნუ საგარეო კუთხით ჩვენ ხედავთ, რომ მას ჯერჯერობით არ აქვს არც ერთი ესეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება, ხო, ანუ ეს იყო დაპირება თქვათ აი ამ ომის შეწყვეტის, რაც ფაქტია, რომ ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა და დღეს ხედავთ ტრამპის პოზიციას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამაში რეალობას ასწინილია, მაინც ბევრად უფრო ნიუანსირებულია, ვიდრე იყო ინაუგურაციამდე და ჩემი აზრით ის აღიქვავს ამ სირთულეებს, მაგრამ ჩემი აზრით მას არ ქონია არანაირი გეგმა კონკრეტული თუ როგორ შეიძლებოდა აი ამ ომის გადაწყვეტა, ხო? და აქ ჩემი აზრით უნდა ვისაუბროთ ასევე მის გარემოცვაზე, ხო? ანუ და იმ ადამიანებზე, რომლებისგანაც ის ღებულობს ინფორმაციას, რომელსაც ის ენდობა და აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რამდენიმე ესეთი როგორც იდეოლოგიურად, ასევე ვთქვათ თავისი ბექგრაუნდითაც განსხვავებული ბანაკია, ხო? ანუ აქ არიან იგივე ვთქვათ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, ასევე ეს მისი მეგობარი, ასევე უძრავი ქონების ვიტკოფი, ხო, რომელიც ძალიან ესეთი დობით აღჭურვილი პირია ტრამპის მხრიდან. ასევე აქ არიან უოლცი და რუბიო, აი უფრო აი ამაზე რო ვისაუბროთ თქვენი აზრით. აი აქ თქვენი აზრით როგორ იღებს დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებებს იმის შესახებ თუ აი ეს გეგმა როგორც მომზადდა, ხო ეხლა რაც განიხილება, რაც პარიზში იყო, შემდეგ რაც ლონდონში უნდა განხილულიყო, ცნობილია რომ თქვა აი ეს ყირიმის აღიარების პუნქტი ჩამოიტანა სტივენ ვიტკოფმა მესამე შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან, რომ თითქოს თქვა რაღაცა შემდეგ ფოქსზეც ისაუბრა ამის შესახებ, რომ აი თითქოს ეს ჩაციკლულია პუტინი აი ამ ტერიტორიებზე და თითქოს ყირიმის აღიარებით შეძლებენ ისინი პუტინის თქვა დაყოლიებას აი სამშვიდობო შეთანხმებას. აი თქვენი აზრით მაინტერესებს როგორი არის ძალთა განლაგება პირველ რიგში გიორგი ხატიაშვილს გულისხმობ ამ შემთხვევაში შენი აზრი მაინტერესებს აი ამ ტრამპის იგივე ცურავი დაბანაკებული რესპუბლიკელების გავლენები რომ შევაფასოთ პრეზიდენტზე და შენი აზრით ვის უფრო ენდობა და როგორ იღებს თქვა რაღაც გადაწყვეტილებებს ბატონი დონალდ ჯეი ტრამპი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ხო.
100 დღეც საინტერესოა და მე თუ დრო დაგვრჩა ესეც განვიხილოთ 100 დღე. რაც შეეხება როგორ იღებს გადაწყვეტილებებს. აი, ტარიფები კაი მაგალითია, იმიტომ რომ დაიწერა გაზეთებში და ასე თქვათ თვალსაჩინო მაგალითებია. ტარიფები რომელ აპრილში 2 აპრილს ხო შემოიღო განთავისუფლების დღე რო უწოდა. 1 აპრილს იყო თუ არ ვწდები თუ 2 აპრილს დილას ბოლო თათბირი და რამდენიმე არ იცოდნენ არა რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს ხო ამ ტარიფების გეგმის და მე გაზეთში როგორც ეწერა ეხა ვაშინგტონ პოსტში თუ არ ვწდები ეხა მისი მეხუთე გაზეთი არ არის მოწინააღმდეგე გაზეთია მაგრამ მაინც დაგვიჯეროთ რომ ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე უარესი ვარიანტი აირჩია თვითონ აი ვინც ცუდ ვარიანტს ელოდა იმათ შორის ყველაზე ცუდი ვარიანტი აირჩია რაც ვიცით რომ ამერიკის საფონდო ბირჟას დაუჯდა არ ვიცი რამდენი ტრილიონიც ასე ვთქვათ აორთქლებით და ერთი კვირის შემდეგ როგორც ასევე ცნობილია მივიდა მასთან ფინანსთა მინისტრი და ის ეკონომიკის თუ ვაჭრობის მინისტრი და უთხრეს რომ უკვე ფინანსური საფონდო ბირჟაც კი არ არის პრობლემა უკვე ჩვენი ასე სახაზინო ვალდებულებები თუ როგორ ითარგმნება ქართულად ისიც პრობლემაშია და ეს უკვე სერიოზული კრიზისის ხო ანუ ამერიკის საკონფერენციების ღირებულება დაიწყო შემცირება რაც კრიზისის დროს არ ხდება ხოლმე ზოგადად და ასე ვთქვათ უკან დაიხია ხო და რაღაცები ჩაასწორა შესაბამისად ეს მაგალითი საილუსტრაციოა იმისა თუ როგორ იღებს გადაწყვეტილება სპონტანურად არის აბსოლუტურად თვითდარწმუნებული ეს ახლა მისი ეს ყოველთვის ნუ ეგო ნარცისიზმი თვითდარწმუნებული თავის სიმართლეში თუ რაც იმ წუთას მიაჩნია რომ სიმართლეა თუმცა იმ ტარიფებზე უკან დახევა მიუთითებს იმას რომ რაციონალიზმის მარცვალიც აქვს ახლა რო აუხსნიან რო აი რა ვიცი ახლა გავკოტრდებით თუ ესე გაგრძელდა შესაბამისად უკან დახევაც შეუძლია ახლა ეს რო გადმოვთავაზოთ უკრაინის კონტექსტში რა ხდება ხო იყო ერთი ეს პოპულისტური დაპირება რომ ერთ დღეში დავასრულებ ნუ ეს მას ახასიათებს ხო კედლის ფულს მექსიკა გადაიხდის 13 მილიონ ადამიანს გავასახლებთ ოქროს ხანა დადგა ასე პოპულიზმი ეხლა ეს პოპულიზმი უნდა ითარგმნოს რეალობაში რეალობა როგორც შენ აღნიშნე არის ერთადერთი რომ მას შორის ცეცხლის შეწყვეტა ეს ეხლა ჰუმანიტარული მიზნებით არის როგორ თვითონ იძახის რომ ხალხის კვლავ შევაჩერო უბრალოდ იდეოლოგიური აჩემება რომ რახან ბაიდენმა ეს ომი დაიწყო მე უნდა დავამთავრო თუ ჩვენ ძვირი გვიჯდება ბევრი ის კოქტეილია ვარიანტების რატომაც უნდა ამ ომის დასრულება ფაქტია ცდილობს ეგ ფაქტია რომ ცდილობს ეხლა როგორ იღებს ხო რამდენიმე ხაზია ხო აქ არის უიტკოფ პუტინის ხაზი და უიტკოფი სასახად შეიძლება ითქვას რომ ხა მოხიბლული არ ვიცი რა სხვა სიტყვა არ მახსენდება ტაკერ კალსონის ინტერვიუდან და ზოგადად ფაქტია რომ მოხიბლულია ამ კაცით ხო შეიძლება დავერბლოკებულს ვიტყოდი მე დავერბლოკებული ცოტა სხვა ტერმინია ხო მაგრამ ნუ პუტინთან მიმართებით გონია რომ ხო არა ეხლა რა თქმა უნდა ის კაცი მოქმედებს ისე როგორც ასწავლეს და იმ სამხედროებებით როგორც ასწავლეს და ახლა კარგად ისწავლა ფაქტია ხო ახლა დრეზდენში ალბათ არ გაგიშვებენ ახლა ის რომ ოროსანი რო ყოფილიყო მაგრამ ნუ ახლა ისიც უნდა ვთქვათ რომ ნუ დრეზდენი და ზოგადად აღმოსავლეთ გერმანია არ იყო მაინც ესეთი ყველაზე პრესტიჟული ადგილი სადაც კგბ-ს ოფიცერი შეიძლება და გაეგზავნათ მაინც მიიჩნეოდა ესეთ შიდა ტერიტორიად რაღაცნაირად და ნუ მისი თანამშრომლების და იგივე თქვა სერგეი ივანოვი ბევრად უფრო დაწინაურებული ჯაშუში იყო ამ თვალსაზრისით პუტინი შეგვიძლია რუსულ ენაზე რა თქვა ესეთი მყარი სერედნიაკი იყო ხო ეს 60-იანი იყო მაგრამ ნამდვილად რაღაც ნიჭები აქვს კი ბოდიში მეორე სახელმწიფოთიც მოქმედებს და მეორე რაციონალურადაც მოქმედებს ანუ რატომ უნდა რას კარგავს ანუ უიტკოფთან ურთიერთობების გაფუჭებით რას იმატებს არაფერს შესაბამისად მიმდინარეობს ეს ასე ვთქვათ ეს თბილი ურთიერთობები თუ როგორც არის უიტკოფთან და იქ შიგადაშიგ შეპარება რომ აი ეს და ხო როგორც შენ აღნიშნე ხო მესამე შეხვედრის შემდეგ ყირიმი იქ უიტკოფსაც ალბათ რაღაცა წინადადები ჩააქვს ახლა როგორი მომლაპარაკებელია უიტკოფი გამოჩნდება იქ სხვათა შორის ამ კაც ძალიან ბევრი რამე აბარია იმიტომ რომ იქ ჰამასსა და ისრაელს შორის მედიაცია დღემდე უიტკოფს აბარია ხო და ტრამპი მას ენდობა ტრამპისთვის პირადიდობა უფრო მნიშვნელოვანია და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც ეგრე წარმოიქმნა ინსტიტუციური და ამ კაცს მანამდე ინსტიტუციური როგორ ახლა ხო ნიუ-იორკის ასე ვთქვათ უძრავი ქონების ბაზარში იყო და ტრამპს გოლფს ეთამაშებოდა იმ დღეს როცა მას მეორეჯერ არ ესროლეს მაგრამ ის კაცი რო დაიჭირეს გოლფის მოედნის ღობესთან და უახლოესია და ენდობა და ნუ ის ერთხელ რო ჩავიდა 19 იანვარში ერთი ისტორია უნდა მოყვე როგორ გაიცნეს ერთმანეთი არ ვიცი იცით თუ არა თქვენ ანუ ცოტა ეგ ისტორია რომ
ну ესეც იყო კორპორატიული იურისტი ეს სტივენ უიტკოფი კარიერის დასაწყისში და დონალდ ტრამპის და უიტკოფის დამეგობრება უკავშირდება რაღაც ეს შემთხვევა სადაც საჯარო ადგილას კი ანუ რაღაც დაწესებულებაში ნიუ-იორკში სადღაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ტრამპს დარჩა საფულე როგორც თვითონ იხსენებს და თხოვა უიტკოფს უცნობ ადამიანს მისთვის იმ მომენტში რომ მისთვის ეყიდა ყველის და ლორის სენდვიჩი და კოლა ლაიტი თუ რაღაც ესეთი და აქედან დაიწყო მათი დამეგობრება და ნუ როგორც თვითონ უიტკოფი ამბობს აქ ცოტა მეგობრობაზე მეტად ცოტა ესეთი მე რამდენადაც დავარეცერჩე ეს ზედაპირულად არის რომ უიტკოფისთვის ტრამპი იყო ცოტა ესეთი იკონური ფიგურა რომელსაც ემსგავსებოდა რომლის გამოც გადაწყვეტა კორპორატიული იურისპრუდენციიდან გადართულიყო აი ამ სამშენებლო ბიზნესში და ამიტომ ეს ნდობა ტრამპის მხრიდან რა თქმა უნდა უიტკოფს აქვს მაგრამ უიტკოფის მხრიდან ტრამპის მიმართ ესეთი თაყვანისცემაც ძალიან ის არის რა ქვია თავისი მიზეზები აქვს ამას და დავამატება ასევე ერთ-ერთ მიზეზს რაც იყო რომ დონალდ ტრამპს ჭირდებოდა მიღწევა ინაუგურაციამდე ხო და რა თქმა უნდა 24 საათში არ გამოვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დამთავრება მაგრამ რაც გამოუვიდა იყო ჰამასსა და ისრაელს შორის მძევლების გაცვლაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა რომლის შუამავალიც იყო სტივ უიტკოფი და ჩემი აზრით ამასაც უკავშირდება კელოგის მეორე პლანზე გადაწევა და უიტკოფის წარმოწევა, იმიტომ რომ კელოგი საერთოდ დაწყებული არ ქონა მას ეს შუამავლობა და წარმომადგენლობა, როდესაც უიტკოფმა სხვა კონტინენტზე მას უკვე შედეგი დაუდო და ინაუგურაციამდე მისცა საშუალება, რომ ერთი ომი დროებით მაინც დაასრულა და ძალიან ცნობილი იყო ეს ისრაელის მედიაში ძალიან გავრცელდა ყველგან უიტკოფ დონალდ ტრამპმა Truth-ზე თავის სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია, სადაც არაბულ წყაროზე დაყრდნობით Times of Israel წერდა, რომ უიტკოფმა საოცარი ზეწოლა მოახდინა ნეთანიაჰუზე და ნეთანიაჰუ ამ ეს წყარო ამბობდა, რომ ნეთანიაჰუმ თავის გარემოცვაში თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის არასდროს არ მოახდინა ესეთი ზეწოლა მასზე, როგორც ეს უიტკოფმა შეძლო და უიტკოფით იყო ის მოხიბლული, მოკლედ რა თქმა უნდა უიტკოფმა კატარელების გავლით ჰამასზეც მოახდინა ზეწოლა და მოკლედ ორივე მხარეზე ზეწოლით მოხერხდა ორივე მხარის მიერ რაღაც საკითხების დათმობა, რამაც საბოლოოდ შედეგი მისცა ტრამპს, რომ რამდენი აღარ მახსოვს ახლა 17 თუ 18 მძევარი გაათავისუფლეს მაშინ და რაც თავადაც ცეცხლი შეწყდა საკმაოდ დიდი ხნით, ხო? ამიტომ ამან უიტკოფის ავტორიტეტი გაზარდა ტრამპის თვალში, არამხოლოდ როგორც მისი მეგობრის, რასაც უკვე ისაუბრეთ, რომ მას ძალიან ენდობოდა, არამედ როგორც მომლაპარაკებლის და შუამავლის. და აქედან იწყება შემდეგ უკვე მისი კონცენტრირება მეორე მხარეს ამ საკითხზე, მაგრამ ნუ მე გავუკადნიერდები და ვიტყვი, რომ ძალიან ბევრად რთული კონფლიქტია ეს და ბევრად კომპლექსური და მასშტაბური კონფლიქტია, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს და ის რომ ძევლების გასვლაზე მოახერხა მოლაპარაკება ჰამასსა და ისრაელს შორის უიტკოფმა ვერანაირად ვერ შეედრება იმ კონფლიქტს, რომელსაც აქვს ღრმა ისტორია, ტერიტორიული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი. გიორგი, ვინ ახდენს უფრო დიდ გავლენას ტრამპის პოზიციების ჩამოყალიბებაზე, თუმცა ისე რუბიო უფრო პირობითად ვამბობ, ხო ან თქვა რაღაც ორი ბანაკი რო წარმოვიდგინოთ, ორ ბანაკად რო დავყოთ, ორივესთან მექნება ეს კითხვა. რუბიო უფრო გავლენიანია და მაიკ უოლსი აი ამ თქვა პოზიციების თუ იგივე შეგვიძლია თქვა კელოგი ჩავშოთ ამ ბანაკში ერთის მხრივ აი ეს ბანაკი უფრო გავლენიანია თუ უფრო გავლენიანია ჯეიდი ვენსის, სტივენ უიტკოფის და არ ვიცი კიდევ შეიძლება წესით ყველაზე გავლენიანი თანამდებობრივად უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და რატომ? ნუ დავიწყებ იმით, რომ ყველაზე ახლოს მისი კაბინეტია პრეზიდენტის კაბინეტთან თეთრსახში. მეორე არის ის, რომ ის რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მთელ მსოფლიოში. და ეს არ არის უბრალოდ მშრალი ინფორმაციის მიწოდება, ხო, შესაბამის ანალიზსაც აძლევს და შესაბამის რჩევებსაც აძლევს, ხო, ეს არის ჩვენი გაგებით უშიშროების საბჭოს მრჩევლის თანამდებობა. ამიტომ ნორმალურ ვითარებაში იქნებოდა მაიკ უოლსი. თუმცა ხა რეალურად თუ დავაკვირდებით, უოლსი არასდროს არ ყოფილა აღიქმებოდა ყველაზე გავლენიანი პერსონად ამ ადმინისტრაციაში და იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც პირადად მისი ბრალი იყო, სიგნალ გეითის სკანდალს გულისხმობ, როდესაც მან ესეთი გამოცემის რედაქტორი დაამატა ჩატში, სადაც განიხილავდნენ იემენში ჰუსიტებზე თავდასხმას,
ამის შემდეგ უეჭვობ კიდევ უფრო შემცირებულია მისი გავლენა და ავტორიტეტი ტრამპის ადმინისტრაციაში, ხო? ამიტომ ეხლა მე მგონია, რომ ცალსახად უიტკოფი და ეს ფლანგი მე გავლენას ახდენს მასზე და მათ ნარატივებსაც იდეაში არა მხოლოდ ეხა იმეორებს, ზოგადად მისი ბუნებრივი განწყობა ის იყო მანამდეც წინა საარჩევნო კამპანიისას, ასე რა განცხადებებსაც აკეთებდა რუსეთ-უკრაინის ომზე, რა ნარატივებსაც ეს ადამიანები ავრცელებენ. გულისხმობ ვენსი ხო ძალიან გააკრიტიკა ყველა მაშინ, როდესაც ის სტატია გამოაქვეყნა, რომ უკრაინა და მათემატიკა ერთმანეთს ვერ ემთხოვიან და უკრაინას საკმარისი ცოცხალი ძალა არასდროს არ ექნება და ამერიკას საკმარისი იარაღი უკრაინისთვის მისაწოდებლად რომ ეს ომი მოიგოსო. ეს უკვე მეინსტრიმად იქცა, ხო დღეს არავინ არ ლაპარაკობს, რომ უკრაინამ ომი უნდა მოიგოს, დღეს ყველა საუბრობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს და ომი უბრალოდ გაიყინოს. ნუ მე უკვე დეტალები რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგრამ მე ვენსის ის სტატია და ის ნარატივი, რაც ამ რესპუბლიკური პარტიის ამ ფრთას ჰქონდა, ფაქტია, რომ უკვე მეინსტრიმად არის ქცეული და ადმინისტრაციის პოლიტიკად იქცა შეგვიძლია ესეც თამამად ვთქვათ. ამიტომ კი არის რუბიოც, მაგრამ რუბიოს ჩემი აზრით ორი რამს უდავს, ერთი არის ის, რომ მან იცის, რომ თუ უპირობო ერთგულება არ ექნება ამ ადმინისტრაციის და ტრამპის ის დაკარგავს თანამდებობას და თანამდებობის დაკარგვასთან ერთად შეიძლება საერთოდ მისი როგორც რესპუბლიკელი პოლიტიკოსის კარიერას დასრულდეს. რაც ახლა ამისთვის ძალიან ახალგაზრდა რუბიო და ყველა პრინციპში უოლცის ახალგაზრდაა და ესენიც ამიტომ ხო და ასევე ცოტა წარსულში დავბრუნდებით რა განსხვავება ამ ადმინისტრაციასა და პირველ ვადაშორის ტრამპის, ხო? ტრამპის პირველ ვადაში განსაკუთრებით პირველ წლებში მის ირგვლივ იყვნენ ესეთი ტრადიციული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, გულისხმობ მაკმასტერს, კელის, რომლებიც და ჯონ ბოლტონი რაც თავარია, რომლებიც ჩვენი გაგებით პოზიტიურ გავლენას ახდენდნენ მასზე და დღეს თუ რამე არის, რითაც თავს იწონებს, რომ უკრაინას ჯაველინები გაუგზავნა და თუ რამე ხისტი გადაწყვეტილება მიუღია, ყველაფერი ამ ხალხის რჩევებით და ამ ხალხის რეკომენდაციით გააკეთა, ხო, ეხლა ეს ადამიანები წიგნებს წერენ, ინტერვიუებს აძლევენ და იხსენებენ. მაგალითად, ჯონ ბოლტონს ძალიან ცნობილი ინტერვიუ აქვს PBS-თან, სადაც ყვება როგორ დააწუნეს, რატომ უნდა გადაეცა ჯაველინები უკრაინისთვის. სადაც ის აცხადებს, რომ ეხლა პოლიტიკა მას არ აინტერესებს და ისტორია და ფაქტები და უბრალოდ უთხარით, რომ ძალიან გთხოვენ უკრაინელები ჯაველინებს და აი ობამას ადმინისტრაცია ესეთი სუსტი და მშიშარა იყო, რომ ვერ ბედავდა მათთვის ჯაველინების მიცემას და ჩვენ თუ მივცემთ ძალიან ძლიერებად გამოვჩნდებით თუ და აი ობამას ზიზღით მივაცემენთ ჯაველინები უკრაინისთვისო და ეს კარგად ასახავს ერთის მხრივ რა აზროვნების სტრუქტურა გააჩნია ამ ადამიანს და მეორეს მხრივ როგორ შეიცვალა მის ირგვლივ ეს გარემოცო, ხო დღეს აი უხეშად ვთქვათ ნახევარზე არიან ჩვენი გაგებით ესეთი ტრადიციული რესპუბლიკური ღვთის წარმომადგენლები და პირიქით იზოლაციონისტური ღვთის ტრადიციული რესპუბლიკური ღვთის წარმომადგენელია, ისიც უკვე შეცვლილია. ის უხერხემლოა სულიად და გადამწყვეტ მომენტში ვერ გაბედავს ვერანაირად ტრამპთან შეწინააღმდეგობას. განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ხო ეხლა ის ხალხი, ვინც ჩამოუთვალე, ყველა წამოვიდა მე თანამდებობებიდან და ზოგი იდიოტს ეძახის და ზოგი ისეთ სიტყვას აქ ვერ გავიმეორებ. ხო, აი უიტკოფით დავიწყებ და მე გადავალ უიტკოფით რომ დავასრულო უფრო სწორად. სწორედ აღნიშნეთ, კი, ისრაელ ხამას შორის მან ასე ვთქვათ ეს შუამავლობა მოახდინა. თუმცა რა იყო ეს შუამავლობა, ეგეც ვთქვათ, რეალურ რა ვიცი, ხა ტაკერ კარლსონის ინტერვიუში მოყვა და ალბათ რეალურად ეგრე იყო. მივიდა ბიბის ბატონ ბენიამინ ნათანიაჰუსთან, იგივე ბიბისთან და უთხრა რომ პრეზიდენტს ეს ძალიან სჭირდება და ეხლა არ გვიღალატო და ბიბის ეხა იმდენი ტვინი აღმოაჩნდა რომ ეხლა კაცი რომელიც გადაყოლილია ისრაელზე დონალდ ტრამპის სახით, რომ აი ეს ეხლა რაღაცა 30 დღე რო ღაზის დაბომბვა შეეჩერებინა, მოკლედ არ უმუხტლა და ალბათ ბენეფიტებიც მიიღო. ეხლა რა ბენეფიტები მიიღო ამ წუთას, ოდიში რა გიორგი შევავსებ რასაც, ბიბისაც სჭირდებოდა ეს, ოღონდ ვერ ბედავდა, იმიტომ რომ თუ ამას იზამდა, მისი კოალიცია დაიშლებოდა. და იდეაში ბენგვინმა მართლა დატოვა მისი კოალიცია, უბრალოდ მე სხვა პარტია შემოვიდა გიდეონ საარის პარტიის სახით მის კოალიციაში, თორე რეალურად მოსახლეობის 70% უჭევდა მხარს ისრაელის მოსახლეობას გულისხმობ ამ შეთანხმებას
და ტრამპის ავტორიტეტი ისრაელში იმდენად დიდია, რომ მისმა ავტორიტეტმა ის მოახერხა, რომ სმოტრიჩმა არ დატოვა კოალიცია და გადარჩა მაინც ბიბის კოალიცია და ბიბიმ რეალურად ორი კურდღელი მოკლა. თან ტრამპს საქმე გაუკეთა, თან რაც თავარია ამ ადამიანების სიცოცხლე ძევრების გადაარჩინა და თან ტრამპმა ფაქტობრივად მისი პირადი ავტორიტეტით და იმ დამსახურებებით, რაც ისრაელის მიმართ ჰქონდა, მისი კოალიციას გადაარჩინა. ხო, ყველა მოიგო ამით საბოლოო ჯამში. ხო და ახლა აქედან ვიტყოფის ავტორიტეტი, ახლა რომ დავბრუნდეთ ვიტყოფს, ხო, აი რა შეუძლია ამ კაცს გამოჩნდება, მაგრამ ისე ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე, აი ბოლო შეხვედრას თუ ნახავდით პუტინთან, აქეთ პუტინიზის იქ, რა ქვია, კირილ მედვედევი იქ ბევრი სტაფი უზის პუტინს და ეზის მარტო და თუ არ ვწდები ერთი ქალბატონი, ანუ ყველაფერი მასზე ერთი თარჯიმანი ყავდა და იქეთ იყო უშაკოვი, დიმიტრიევი, იქეთ ძიმეწონოსნები იყვნენ, ეს თარჯიმანი და ერთი ბლოკნოტით, ანუ არ ვიცი შეიძლება იმ ბლოკნოტში წერია ყველაფერი, ანუ კაი მახსოვრობა, ანუ ძალიან ბევრს იღებს და ხო შეიძლება ახსოვს, შეიძლება ბლოკნოტშია ყველაფერი, რაღაცა საქაღალდეც ვერ შევამჩნიე, მაინდა-მაინც რომ რაღაცა იქ ან ასისტენტს ქონოდა, ასე ვთქვათ, საქაღალდე ვერ შევამჩნიე. ეხლა რომ დავბრუნდეთ ამ ტრამპის გარემოცვას. აი რა გაკვეთილი გამოიტანა მან პირველი ვადიდან, როგორც შენ აღნიშნე, ხო, ეხლა ვიღაცა წიგნებს წერს და ლანძღავს, ძირითადად ვინც გამოაგდო ყველა ლანძღავს. აქედან ერთადერთი დასკვნა გამოიტანა, რომ უფრო ერთგულება მას ესე ესმის, რომ უარს არას და უარსი არ უნდა უთხრას. შესაბამისად, ასეთი ხალხით არის დაკომპლექტებული და რუბიოც ამ ამალაშია, ასე ვთქვათ. ეხლა ამირან გულში მღელოდა რუბიო გულში რას ფიქრობს, არ ვიცით, მაგრამ ეს საჯარო განცხადებით არის ულტრა ტრამპისტი, ეს სახელმწიფო დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, გამოშიგნა, დავარქვათ ასე, ესეც ხო ტრამპისტული დღის წესრიგის განხორციელება, ის განცხადებები, რასაც აკეთებს, თავიდან ბოლომდე ტრამპისტია, რამ შიგნით რა, ვთქვათ, დინამიკის შეცვლას ცდილობს, ეს ჩვენ არ ვიცით. რაც ჩვენ ვიცით, არის ამერიკის მთავრობის სხდომები, რომელიც ჩვენ ყველამ შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ, რომ პირველ ვადაში იყო ეგეთი რამე, ხა მე ბაიდენის მთავრობის სხდომებზე ეგეთი რამე არ მინახავს, რომ თითო ყველა მინისტრი თუ დივანი თუ როგორც არის, სიტყვას რო იღებს, იწყება იმით, რომ აი უდიდესი მადლობა, მხოლოდ თქვენი მეთაურობით შეიძლებოდა, რომ ესეთი მრავალი რამე მიგვეღწია ჩვენ ასეთ მოკლე ხანში და არის პირადი, ანუ ყველა გამოსვლა იწყება პირადი ხოტბით ამ კაცისადმი. ძალიან შეიძლება უადგილო შედარებას გავაკეთო, მე როგორც ბათუმში გაზრდილ ადამიანს რევოლუციამდელ საქართველოში კარგად მახსოვს იმდროინდელი აჭარის ტელევიზია, ახალი ამბები ვთქვათ იქ სხვადასხვა ენებზე იყო კიდე, მაგრამ ნუ აი შენასაც ამბობ, ხო, რომ ყველა გამოშვება საინფორმაციო და არა მხოლოდ საინფორმაციო თავდებოდა აი ამ წამყვანების, ამ ვთქვათ იქ რაღაც ვინც საუბრობდა მოკლედ, ხო, ეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ღონისძიების წამყვანის მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაღაცა საბჭოთა ბატონ ასლან აბაშიძეს, ეს იყო რაღაცა ესეთი კარმა, რომელიც ყველას ყოველთვის უნდა ეთქვა ნამდვილად და ხო ამ თვალსაზრისით უბრალოდ ეს გამახსენდა და ამიტომ ნახევრად ხუმრობით ალეგორია ნახევრად ხუმრობით და კი ბატონო რაღაცები ახლა ასევე ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ალბათ წაიკითხავდით თუ არა და მაგალითად ეხა ორი ასე ვთქვათ როგორ აქ არის ფლაგშტოკი ხო ორი დროშის ღერძის აღმართვა უნდა თეთრი სახლის მოედანზე ხო რაღაცა ისეთი გამოვლენებებია რომელიც ამერიკის დემოკრატიულ ეთოსში მაინდამაინც არ ხვდება ეხა ეს არ ნიშნავს რასაც ვთქვათ ეხა აქეთა გაზეთები წერენ რომ ეხა ავტორიტარიზმი მყარდება და რაღაც ამას ეხა სხვა პროცესები უნდა ჯერჯერობით რავის სასამართლო დგას ჯერჯერობით მაგრამ რო დავუბრუნდეთ შესაბამისად არის თლიანად დაკომპლექტებული მამებლებით ან ხალხი რომელიც მამებლობას თამაშობს ჯეიდი ვენსი მაგალითად ალბათ არ თამაშობს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ანტიუკრაინელი სენატორი იყო, ხო, ხა საჯაროდ აქვს რამდენი ხნის წინ თქვამი, რომ ყირიმის ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს და უნდა დათმოს და ის არჩე, ხა შვილი დონალდ ტრამპის შვილის რეკომენდაციით თუ ასე შემდეგ, ფაქტია ჯეიდი ვენსი არჩია და ფაქტია ჯეიდი ვენს არ შეუცვლია. პიტერ ტილს ნუ დაუკარგავთ ეხლა დამსახურებებს და სხვა მილიარდერებს, ვინც ლობირებდნენ ჯეიდი ვენს მარტო შვილამდე ნუ დავიყვანთ, ვინც მისი უმსხვილესი დონორები იყვნენ. არა მხოლოდ ამარჩევნებზე. ხო, თუმცა მე რამდენადაც მახსოვს ახლა როცა პრესა წერდა ამის შესახებ, სწორედ აი დონ ჯუნიორის რჩევა იყო გადამწყვეტი, რომლის შემდეგაც გადაწყვიტაო, რომ ვენსი დაენიშნაო. ნუ ამერიკული პრესა ეგრე წერდა, არ ვიცი. მაგრამ ნუ გიორგი რასაც ამბობს ლოლაძე, ესეც რა თქმა უნდა არის ხო ამ ახალი ელიტის თუ ფინანსური ელიტის კანდიდატი არის ნამდვილად ბატონი ჯეიდი ვენსი. ყოველ შემთხვევაში იმ ჯგუფის ადამიანებისა, რასაც PayPal მაფიის სახით იცნობ.
ხო, დღესდღეობით ეხა ბატონი კელოგი თუ გადავალთ ეხა ბატონი კელოგი რახან მაინც უკრაინის მიმართულება აბარია, უფრო ასე ვთქვათ, დეკლარაციულადაც და ალბათ საქმითაც უფრო პროუკრაინელია. რუბიო ამ შემთხვევაში ეხა ცდილობს ტრამპის განცხადებები აქციოს რაღაც მაინც ადვილად გასაგებ იმათ მესიჯებად, ხო? და შესაბამისად უფრო ამ ტრამპის ასე ვთქვათ ბუნდოვანი პოლიტიკური პოზიციების თარგმნით არის დაკავებული. თვითონ პირადად რა პოზიცია, ხა ვიცნობთ რა რუბიოს მის ძველ წინვალეთ ესმის საგარეო პოლიტიკა, რამდენადაც შეიძლება, ხო სენატის საგარეო კომიტეტის წევრია, წლები ამ საკითხებზე მუშაობს და ნეოკონსერვატიული ბანაკიდან, ხო, ესეც უთხრათ მაყურებელს თვითონ კუბელი ემიგრანტის შვილი, ესე კუბის ემბარგოს გულხურვალე მხარდაჭერი, ეხლა არ ვიცი რა პოზიციები ექნება, მაგრამ ობამა როცა ირანთან თქვა დათმობას ცდილობდა, უკიდურესი ანტიირანული პოზიციების მატარებელი. შესაბამისად, ეხლა რუბიოს მოძგავს ცოდნაც და გარკვეული საკითხებისადმი წინასწარი განწყობებიც, რომელიც მან ეხლა ალბათ გულში ჩაფლა, ბუნებრივია. და თუმცა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ხმა არ აქვს მიცემული, ეს თქვა, იმიტომ რომ ჩვენი სამხედრო საზღვარი არ კონტროლდება. შესაბამისად, ეს ტრანსფორმაცია, ხო ვიცით ჩვენ, ხო, ხა რესპუბლიკური პარტია ორად არის გაყოფილი. აქეთ არიან თქვენ ტრადიციული პროუკრაინელი რესპუბლიკელები, ვინც დახმარებას ხმა მისცა, ესე მარტივად რო და ვინც დახმარებას ხმა არ მისცა, ტრამპისტი რესპუბლიკელები უფრო, ხო და რუბიოს არ აქვს მიცემული დახმარება და დახმარებისთვის ხმა. ეხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ბუნებრივი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია, თუ ხალხი იცვლება, ხო? თუ ეს არის მიმიკრია, კამუფლაჟი, რო უბრალოდ ეხა მთელი პარტია რო ტრამპისტია, შენ ვინც ხმას გაძლევს, იმათი 90% რო ეთაყვანება და გიждდება ამ კაცზე და ამ კაცის იდეებზე, პოლიტიკური ოპორტუნიზმია უბრალოდ რო გადარჩე, შენც უნდა ასე ვთქვათ იმ კაცის იდეების აყვე. ან უნდა იყოს რაღაცა უდიდესი დისიდენტი. ამ დისიდენტების უფლება გაქვს თუ ხარ მეინის შტატში ან ალასკის, როცა იქ ცოტა განსხვავებული მოსახლეობა და ის შენ უფრო მოყვება ვიდრე ტრამპს. სხვა შემთხვევაში და თუ პენსიაში გადიხარ მალე, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დისიდენტი რესპუბლიკურ პარტიაში და აქედან ეს 3-4 სენატორი დისიდენტობს სენატში რესპუბლიკელი. დანარჩენი ყველა არის ულტრა ტრამპისტი. შიდა დინამიკაზე მე მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება რომ დასკვნის ნაწილში ვისაუბროთ აი ამ 100 დღის კონტექსტში რა მოხდა, რა შეძლო, რა ვერ შეძლო, რეიტინგი რას გვეუბნება ზოგადად სად ვართ თქვათ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა ეს რამე ახალი ტიპის ესეთი თქვათ რაღაცა ანტისაკონსტიტუციო ამბოხი რაღაცნაირად თუ ასე შემდეგ. ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ აი მაყურებელს რო შევახსენოთ ახლა თავარ თემას რო უფრო ესე კონცენტრირებულად დაუბრუნდეთ, ეს არის რომ სად ვართ, ხო, ანუ ახლა ჩვენ ვართ ეტაპზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც და მისმა სახელმწიფო მდივანმაც განაცხადა, რომ აი ეს კვირა არის კვირა, რომელშიც უნდა ნახავთ ჩვენ შეგვიძლია თუ არა პრინციპულად შესაძლებელია თუ არა ჩვენი მედიაციით აი ამ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. თუ ჩვენ ამ ცეცხლის შეწყვეტას ვერ მივახცევთ ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ გავალთ შეთანხმებიდან, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ანუ ის შეთანხმება, რომელიც თავდაპირველად 17 აპრილს პარიზში ჩაიტანა მარკო რუბიომ, კიტ კელოგმა, ევროპელებთან და უკრაინელებთან შეხვედრაზე, ის დამუშავდა ამ შეხვედრაზე და შემდეგ იმავე საღამოს რუბიომ უკვე სატელეფონო საუბარში გააცნო ეს წინადადებები თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. ამის შემდეგ იყო დაგეგმილი შეხვედრა ლონდონში, რომელიც უნდა გამართულიყო 23 აპრილს და ლონდონში ეს მოკავშირეების წინააღმდეგობის თუ იმის გამო რომ აი ამ თქვათ წინადადებების შემადგენლობამ და შინაარსმა გაჟონა პრესაში, რაც არ იყო ალბათ შემთხვევითი, ხო, ანუ როგორც წესი არ არის ხოლმე შემთხვევითი, როგორც გამოცდილება ყარნახობს, გაჟონა პრესაში, ამის შემდეგ თქვა დაიწყო ისე რაღაცა ეს დიპლომატიური რიტორიკული დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთის მხრივ და მეორე შტატებს უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის და ნახეთ რომ ეს შეხვედრა მაინც გაიმართა, თუმცა დონით ბევრად უფრო როგორ თქვა ჩამოქვეით და ჩამოლაბორანტებული ესეთი ჩემი აზრით იყო ეს დემარში, იმიტომ რომ აი რუსული ანუ ბევრი არა, მაგრამ რუსეთში მოიხსენიებენ, სხვათა შორის იხსენებენ პრიმაკომა რო თვითმფრინავი შემოაბრუნა და ატლანტიკა შემოაბრუნება ატლანტიკის ასეთ დონის დემარშად მოიხსენიებენ 23 აპრილს რაც მოხდა და აი შენი აზრით იყო დემარში, როგორც ესე? არ ვიცი, მე მგონია რომ ცოტა გადაჭარბებული არის ყველაფერი, ანუ სინამდვილეში ახლა ხო ანუ მე ჩემთვის თავარი დაკვირვება რაც იყო ამ ყველაფერში
არის აი ეს აზრი, რომელიც არსებობდა აქამდეც და ეხაც არსებობს და ბევრი გონიერი ადამიანი იზიარებს, რომ აი ამ დაპირისპირებას რუსეთ-უკრაინის ომს უყურებენ როგორც მხოლოდ ან უმთავრესად რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის პროქსი ომად, ხო? ანუ მე მგონია, რომ ეს იმთავითვე არასწორი შეხედულება იყო, მხოლოდ ესე შეფასება, ხო თქვა, ის რომ რაღაცა ასეთი ომის ელემენტები არის, თქვა აი ამ დაპირისპირებაში, არ ნიშნავს, რომ მისი შინაარსი და მისი თქვა რაღაცა არქეტიპი თუ ხასიათი ესეთია. და მგონია, რომ ეს 28 თებერვლის შეხვედრას დაადასტურა თეთრ სახლში, მიუხედავად იქ თქვა რაღაც განსხვავებული მოსაზრებებისა და მეც არ ვიყავ უკმაყოფილი თქვა უკრაინული დელეგაციის მომზადების დონით, როგორც უკრაინის გულშემატკივარი ვამბობ, მაგრამ 28 თებერვალმაც და 23 აპრილმაც ჩემთვის დაამტკიცა პირველ რიგში ის, რომ ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის ომი და უკრაინას აქვს თავისი წითელი ხაზები და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც შენ თქვი, ეს პრაქტიკულად ძალიან 60%-ია, ხო თქვა, იმ შეიარაღებისა და იმ თქვა რაღაცა რესურსისა, რითიც უკრაინული არმია წევს ამ წინააღმდეგობას, მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელმძღვანელობისთვის არსებობს რაღაც კონკრეტული წითელი ხაზები, რომელსაც ის ვერ გადავა, მათ შორის ვერც ამერიკის წნეხის ქვეშაც, ხო? და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის დემოკრატია და თქვა უკრაინელი პრეზიდენტის სიძლიერე ამ თვალსაზრისით სწორედ არის მისი ეს ლეგიტიმური მანდატი, ხო? ჩვენ ხედავთ რა მოსდის მის რეიტინგს, როცა ტრამპი ესხმის თავს. პრაქტიკულად პირდაპირ პროპორციულად იზრდება ხოლმე მისი რეიტინგი. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, არ მგონია, რომ ამ მასშტაბის იყოს, ახლა თქვა, არც ის მგონია ეს მართლა რო გითხრა, რომ პრიმაკოვის შემოღუნება ეს კოსოვოს თუ სერბეთის ამბების დროს იყო. კი, იუგოსლავიის სერბეთის დაბომბვის და სერბეთის და ხო. ანუ არ მგონია, რომ თქვა რაღაცა მგონია, რომ უფრო მეტად ეს მარკეტინგულად კარგად შეიფუთა შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში ბევრი იმუშავეს ამაზე, რომ ეს ესე შეფუთულიყო. არ მგონია, რომ ამ მასშტაბის რაღაც მოვლენა იყო ეს 23 აპრილის შეხვედრა. თვითონ ეს შეხვედრაც არ იყო, ხო თქვა ისეთი რაღაც, ანუ აქ ეს უმაღლესი პირების პირველი ლიდერების ჩართულობა რა ყოფილიყო, კიდე გავიგებდი, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხვედრილიყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში უსიამოვნება იყო, მაგრამ გვაქვს ეს შეხვედრა, ჩატარდა მაინც რაღაცნაირად უკრაინელებმა და ევროპელებმა წარმოადგენს წინადადებები, ხო, თავიანთი წინადადებები, როგორი რაცვლები უნდა შევიდეს ამ გეგმაში. ამ გეგმაში, თქვა, თუ ნახავთ ამერიკის წინადადებებს, არის წინადადება, თქვა, ყირიმის აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, როგორც რუსეთის ტერიტორია, არ ვიცი რას ნიშნავს დე-ფაქტო აღიარება იმ 4 ნაწილობრივ ოკუპირებული ოლქისა უკრაინის, რაც ასევე წერია ამ გეგმაში. გარდა ამისა, სანქციების მოხსნა 2014 წლიდან მოყოლებული და გარდა ამისა, თქვა, გაზრიერებული თანამშრომლობა, ეს ყველაფერი არის ის, რასაც იღებს რუსეთი აი ამ შეთანხმების შედეგად. რას იღებს უკრაინა? უკრაინა იღებს, ფრონტის ხაზის გაყინვას და ტრამპი გვეუბნება, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ პუტინი აღარ აპირებს, თქვა, რაღაც დანარჩენი უკრაინის დაკავებას, თითქოს შეეძლოს ეს ამის გაკეთება და არ აკეთებს. თვითონ ეს ფაქტი არის დიდ დათმობად და დიდ დიპლომატიურ წარმატებად საღდება, მაგრამ გარდა ამისა, თქვა, ამერიკულ გეგმაში საუბარი იყო, ნახსენები იყო ძალიან ბუნდოვნად, ბოდიშ გიხდით. ბუნდოვნად ნახსენები იყო აი ეს ევროპული სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობა და არ იყო ნახსენები და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად მოიკვეთეს ფეხი არანაირ ვალდებულება არ აიღეს ამ კონტექსტში. ევროპელების წინადადება ამ თვალსაზრისით იყო ის, რომ ანუ აი ამ კონტექსტში მე მაინტერესებს თქვენი აზრით რა არის მთავარი საკითხი უკრაინისთვის, ყველაზე მეტად მიუღებელი რა არის და ყველაზე მეტად სასურველი და იქნება უკრაინისთვის, რომ მიაღწიოს ამ შეთანხმებას. მაინტერესებს თქვენი ორივე აზრი, გიორგი ლოვაძესგან დავიწყოთ. ის პირობები, რაც მედიაში გავრცელდა, რთულია იპოვა, ამე რაც კარგია უკრაინისთვის ამ შეთანხმებაში. დავიწყოთ მაშინ, იმიტომ რომ ზოგადად ცეცხლის შეწყვეტა და ის რომ ადამიანები აღარ დაიღუპებიან, ეგ ზოგადად კარგია. თუმცა უკრაინას აქვს ძალიან ნეგატიური გამოცდილებები აი ამ არამყარი ცეცხლის შეწყვეტების და სამშვიდობო შეთანხმებების დავიწყება ბუდაპეშტის შეთანხმებით, რომელთაც უკრაინამ დათმო ბირთვული იარაღი, მას ჰქონდა მესამე ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი მსოფლიოში და იქ იყო ძალიან მკრთალი, ეს იყო მემორანდუმი, სადაც
თითქოს გარანტია აიღეს უკრაინის უსაფრთხოებაზე მაშინდელმა პარტნიორებმა ბრიტანეთმა და ამერიკამ, მაგრამ ეს მე არავის არ გახსენებია 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მე ასევე შეგვიძლია ვახსენოთ აუცილებლად მინსკის შეთანხმებებიც, რომელიც ეხლა უკრაინამაც არ შეასრულა სულად მინსკის შეთანხმებები, მაგრამ ფაქტია, რომ მინსკის შეთანხმებებიც ეს იყო ერთგვარად მშვიდობის ჩარჩო, რომელიც რომელსაც არანაირი გარანტია დასავლური არ ახლდა, მიუხედავად იმისა, რომ შუამავალი იყო საფრანგეთი და გერმანია მაშინ. და ეხლა მესამეჯერ იგივე წელზე წასვლა ძალიან რთულია უკრაინისთვის, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას მეხსიერება აქვს და ეს უბრალოდ რაღაც პოლიტიკური ელიტის და ზელენსკის ახირება არ არის, რომ რაღაცაზე ხელს არ აწევს. ამ შეთანხმებას ცეცხლი შეწყვეტა, სჭირდება გარანტიები. ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს უკრაინაში სამიტზე, ჩატარებულ სამიტზე კიევში, სადაც მან გაიხსენა ფინეთის ისტორია. როგორ დათმო კარელია და ის ტერიტორიები ფინეთმა საბჭოთა კავშირთან ომის შედეგად და ის იხსენებდა, რომ მათ არამხოლოდ ტერიტორიები დაკარგეს, მათ სუვერენიტეტიც დაკარგეს, იმიტომ რომ მოუხდათ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკურ არჩევანს იმ დოზით ვერ აკეთებდნენ დამოუკიდებლად, აზოზისაც ზოგადად სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. მაგრამ ფინეთმა მიიღო მე ნეიტრალიტეტი, ხანგრძლივი მშვიდობა, ეკონომიკურად განვითარდა და ასე შემდეგ და საბოლოოდ ვიცით ეს როგორც დასრულდა, ხო? უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფინეთი ნატოს წევრი გახდა და აი ეს მშვიდობის გარანტია რამდენად მყარი იქნება იმის გარეშე, როდესაც ამერიკა საერთოდ არ ერთვება, არ ვიცით ეს ევროპელი სამშვიდობოები რა დოზით იქნებიან, რა რაოდენობით იქნებიან, სად იქნებიან, საერთოდ იქნებიან თუ არა. ანუ ამ შეთანხმებაში უკრაინისთვის პოზიტივს, ერთადერთი არის მცირე ტერიტორიული დათმობები, ხო ეს არ გვიხსენებია, ხარკოვის ოლქში რაღაც მცირე ნაწილებს აკონტროლებენ, ასევე საუბარია მდინარე დნეპრზე დაუთმობენ რაღაცას და ხერსონის ოლქში, ხო, ანუ მინიმალურ დათმობებზე მიდის რუსეთი, ხო, რეალურად ამ შეთანხმების დრაფტით, რომელიც მედიაში გავრცელდა. ხათაშორის რუბიო ამბობს ხოლმე, რომ მედიაში რაც ვრცელდება, არაფერს არ დაუჯეროთ, თუ ასევე სხვებსაც მე სხვადასხვა კოლეგებსაც ეს განუცხადა, მაგრამ რეალურად რაზეც შეგვიძლია მივმჯეროთ, ეს არის რაც მედიაში ვრცელდება ამ სამშვიდობო შეთანხმების დრაფტზე. თუმცა ეხლა ამ ომსაც რა თქმა უნდა უსასრულოდ ვერ გააგრძელებს ერთ-ერთი მხარე და უკრაინელებისთვისაც მნიშვნელოვანია მისი დასრულება, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ ამისთვის ორი რაღაც უნდა გააკეთოს, ხო? ერთია რომ უკრაინელ ხალხს და პოლიტიკოსებს უნდა მისცეს განცდა, რომ ამას ამერიკის გვერდში დგომა და მხარდაჭერა მოყვება ამ გულისხმობ უკრაინის აღდგენასა და აღჭურვაში, რასაც საპოლისპიროდ გამორიცხავს რუსეთი, ხო? ხო მოვისმინეთ ლავროვის განცხადება, რაც იყო, რომ თუ გინდათ ცეცხლის შეწყვეტა, გარანტია მოგვეცით, რომ უკრაინა აღარ მიიღებს არანაირ სამხედრო დახმარებას. ანუ რუსეთი პირიქითა, რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს შანსი, რომ უკრაინა განიარაღდეს და მეორე ახალი ომი დაიწყოს, რაც არაერთხელ გაუკეთებია რუსეთს. სხვათა შორის საქართველოს წინააღმდეგაც აქვს გაკეთებული აფხაზეთში და ასე შემდეგ. ამიტომ რამდენად სანდოა ესეთი ცეცხლის შეწყვეტის გარანტია, როდესაც გამოირიცხა ნატოს წევრობაც, ამერიკასთან რაღაც შეთანხმებაც, სამხედრო ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან არეალისტური. სამხედრო გარანტიები იქნება, სამხედრო კი არა, უსაფრთხოების გარანტიები, ქმედით უსაფრთხოების გარანტიები არის უკრაინისთვის საკვანძო საკითხი ამ შეთანხმებაში. ხო, ანუ თუ კი ისინი მიიღებენ, თქვათ, ამერიკისგან და ევროკავშირისგან პარტნიორებისგან ზოგადად ისეთ გარანტიებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან ქმედითად, ამ შემთხვევაში შენ წარმოგიდგენია, რომ ისინი უფრო მეტად განწყობილები იქნებიან, რომ მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას. ხო, სწორად გავიგე? ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, არგუმენტაცია შეიძლება ყოველ 5-10 წელიწადში ომი ეს ომი თუ დასრულდა და უკრაინაში ეს კანონმდებლობა გაუქმდა საომარი მდგომარეობის საზღვრიდან გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნება მამაკაცებისთვის, რომლებიც სამობილიზაციო ასაკის არიან, ძალიან ბევრი შეიძლება შრომით მიგრაციაში წავიდეს და შეიძლება 5 წელიწადში ძალიან გაუჭირდეს უკრაინას 800,000 და მილიონი ადამიანის გაწვევა. გიორგი, შენც მოგისმენთ? ხო, დავიწყებ შენ ახსენე საზოგადოებრივი აზრი და აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, იდეაა, რომელიც ხანდახან ხალხს ავიწყდება და შენ ახსენე, რომ აი უკრაინაში სხვათა შორის
ამაზე თქვა წავითრაბახებ ნამუშევარიც მაქვს, ამიტომ ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არის საზოგადოებრივი აზრი. შედეგ არჩევნები არ ტარდება, მაგრამ არის რაღაცა წითელი ხაზები, რომელსაც ავტორიტარული ქვეყნებიც ვერ გადაკვეთებენ, იმიტომ რომ მათ თქვა რევოლუციის ეშინიათ ან ქუჩაში მღელვარების. მარტივი მაგალითები, ხო, შენ ახსენე, ზელენსკი რაღაცაზე ვერ წავა, იმიტომ რომ შეიძლება იქ ის დაიწყოს მაიდანი უბრალოდ, ხო? ასევე აღნიშნოთ, რომ თქვა პირიქით, მაგრამ რაღაცა დათმობთ, თქვენ წარმოიდგინეთ, პუტინიც ვერ წავა. აი ხვალ რომ პუტინმა მოინდომოს და უკრაინის დაუბრუნოს ყირიმი, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს შეიძლება მღელვარება დაიწყოს. ამის ანუ რაღაცა წითელი ხაზები არსებობს. იგივე მაგალითისთვის ირან-ამერიკის უკანასკნელი შეხვედრა. ირანი თითქოს რა არის, ხო, ხა ერთ ოთახში იქნებიან, იქ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ არა შუმამავალი, მაგრამ აი ეს შიდა ირანული განწყობა, რომ რა პირდაპირი მოლაპარაკებები არ იქნება, თქვათ ამერიკასთან, ესეც თქვათ ქუჩის განწყობის გამოვლინება იყო. ასევე გავიხსენოთ თქვათ კატარის ემირის ცნობილი განცხადება, რომ სულ რო იძახითო, რომ ისრაელს აქვს საზოგადოებრივი აზრი და იმიტომ რაღაცებს ვერ დათმობს, არაბულ ქვეყნებსაც აქვს თო საზოგადოებრივი აზრი და ჩვენც ესე უცბად ისრაელთან ნორმალიზაციაზე ვერ წავალთო, იგივე საუდის არაბეთის შემთხვევა, ხო, ანუ შეიძლება ძალიან უნდა მუჰამედ ბინ სალმანს ისრაელთან დაზავება, მაგრამ მას უბრალოდ ეშინია მრავალი სადათის ბედის დაწყებული იმისი, რომ შეიძლება უბრალოდ მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც 30 წელს ყვებოდა, შეიძლება აჯანყდეს. ამიტომ აქ ავტორიტარულ ქვეყნებშიც არის საზოგადოებრივი აზრი. ჩინეთი ავიღოთ, ხო, ახლა იგივე ყირიმი როგორც ვახსენე, სი ძინპინს ხვალ რომ მოუდეს ტაივანის დამოუკიდებლობის ცნობა, არ გამოვა, შეიძლება მართლა ჩინეთშიც რევოლუცია დაიწყოს, ხო, ეს ერთი. ეხლა რა და როგორ, ასე ვთქვათ, ზავის პირობები, როგორ და რანაირად შეიძლება მოხდეს და მოგვარდეს. ეს ყირიმის აღიარება, ჯერ ვთქვათ, აი რუსეთის პერსპექტივიდან, ხო, ანუ რა ვიცი 10 წელიწადი როგორღაც იცხოვრა ამ ყირიმმა აღიარების გარეშე, ანუ თქვათ აი რეალობამდე რომ მივიდეს, ანუ ეს პუტინი ამერიკის მიერ ყირიმის აღიარება, რომელიც სხვა ადმინისტრაციამ შეიძლება უბრალოდ გაიწვიოს. არის თუ არა ეს პუტინისთვის უფრო ეფემერა, ვიდრე რეალური დაპირება და ამაზე მზად არის თუ არა ის გაცვალოს ცეცხლის შეწყვეტა. ეს აქეთა მხრიდან. იქიდან მხრიდან რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ჯერჯერობით რაც ჩანს ეს არის, რომ თქვათ თქვენ მოაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყირიმი არის რუსეთის. De facto, ანუ ფრონტის ხაზის გაყინვა, რაც ნიშნავს, რომ რასაც რუსეთი აკონტროლებს, ანუ და მეორე ეს ტრამპისთვის რა არის ამოცანა, ხო, ხა ცეცხლის შეწყვეტა არის თავი, თორე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ზავი დღემდე არ არის, მაგრამ ცეცხლი შეწყვეტილია, რა ვიცი, 70 წელიწადია, 72. შესაბამისად, ალბათ ტრამპს შეიძლება ეს არც აქვს წარმოდგენაში, მაგრამ რეალურად სრული სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომ ეს არის წლების ამბავი და შეიძლება არც გამოვიდეს, ეს ეხლა ყველას მეტნაკლებად ვიცით, თქვათ ესე ადევნებს პოლიტიკურ პროცესს, ესმის, რომ ახლა ეს არის როგორც ისრაელ-პალესტინას შორის ასე კონფლიქტი ვერ მოგვარდება, ხო, ორი სახელმწიფო ორ ხალხს მოკვდა, მაგრამ ამას მიღმა არის რა საკითხები, რომელიც უბრალოდ ვერ გადაუწყვეტელია, ხო, მარტივი მაგალითი, ხო, ანუ ის ტაძრის თუ როგორაა ქართულად, ხო, იყო იუდეველებისთვის წმინდა ადგილი და ეხ არის მეჩეთი. ის საკითხი უბრალოდ ვერ გადაწყდება და ყოველთვის და აქაც იგივეა ხა, ეს კაცი ნუ ესე ვულგარულად რო ვთქვათ, იძახის რომ დნეპრამდე რუსეთია, ხო და მერე თქვენ წაიღეთ და მერე კომუნისტებმა იქ უკრაინული ასწავლეს სკოლებში და დნეპრამდე არის რუსეთი და ამას ხო და ესენი რა თქმა უნდა ხა უკრაინის ვერც ერთი პრეზიდენტი, ალბათ არ ვიცი ხა მედვედჩუკიც რომ იყოს, ისიც ვერ მოაწერს ხელს, რომ ხა დნეპრამდე რუსეთი იყოს და შესაბამისად ეს გადაუწყვეტელი საკითხია. ყველაზე მაქსიმალური რა თქმა უნდა არის ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეეხება ხა უსაფრთხოების გარანტიებს. ამ ხრივ უნდა ვთქვათ რეალობა, რომ ორი საკითხია, ერთი რომ ალბათ იარაღის მიცემის დაპირება, რომელიც ასევე ეფემერულია, იმიტომ რომ თქვათ იმ სახელმწიფოებში, სადაც თქვათ ეს პირობა გაიცემა, იქ თუ აზრი შეიცვალა, ან სხვა პარტია მოვიდა, შეიძლება აღარ მიცენ ამდენი და ამის რეალური მაგალითია, ხო, დემოკრატები იყვნენ პროუკრაინული და დღეს სხვა პარტია, რომელიც ასე ვთქვათ, დღეს ამ წუთას ეხმარება, მაგრამ არ ვიცით როგორ შეიცვალა. ამიტომ ეს ძალიან მყიფე დაპირებაა. და მეორე ასევე ჩემი პირადი აზრია, ძალიან ეს ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი არის ძალიან ეფემერული დაპირება, იმიტომ რომ ჯერ ვინ რამდენ ჯარს გამოვა, ხან იძახიან გამოვალთ, ხან იძახიან არ გამოვალთ, მერე სად დადგებიან. ეხლა ლვოვში და კიევში პატრულირება, კი ბატონო, მაგრამ ფრონტის ხაზზე თუ არ განლაგდებიან, ის რა სამშვიდობო ძალები არიან. მერე რეალური საკითხი, ხო? იოლია, აი
ღმერთმა დაიფაროს და პირველი ისკანდერი რომ მოხდება რომელიმე ევროპული ქვეყნის თქვა რაღაცა არ ვიცი რაღაცას და თქვა 10 ჯარისკაცი და იმ ქვეყნის დედაქალაქში რომ მიტინგები დაიწყება რომ რა გვინდა ჩვენ უკრაინაში და ულტრამემარჯვენე პარტიები ხო ისედაც ამ საკითხზე კაპიტალიზაციას ცდილობენ რამდენ ხანი გაძლებს ეს ქვეყანა გაუძლებს ამ ქვეყნის მთავრობა თქვა უკრაინაში ჯარის განთავსებას შესაბამისად თან როცა ეს ფრონტზე არ განლაგდება მე ნატოს მეხუთე მუხლი ხო ამერიკელების ზურგის გარეშე მე ძალიან მეეჭვება ეს ქვეყნებმა იქ ჯარი განათავსონ, რომ ან საჰაერო ზურგი და ამერიკელები ჯერჯერობით და ალბათ ეგრეც იქნება არ დათანხმდებიან, იმიტომ რომ თუ ამერიკელების ზურგი არის და ისკანდერი ეს უკვე რაღაცა ირიბი რუსეთ-უკრაინის რუსეთ კი არა, რუსეთ-ამერიკის ომამდე შეიძლება მივიდეს და ეს არათუ ტრამპს ბაიდენიც კი რომელიც ძალიან პროუკრაინული იყო, სულ ცდილობდა რაღაცა ესკალაციისგან თავი აერიდებინა და ვიცით ჩვენ ხო, აი კილომეტრებს უთვლიდან უკრაინას, რომ ეს ატაკამსი ამდენი კილომეტრის იქით ვერ წავა და ასე შემდეგ. შესაძლოა ურთულესი საკითხია. იოლი გამოსავალი, რა თქმა უნდა, იოლი ასე იქნებოდა, რომ რაც რუსეთმა წაიღო ვაღიაროთ, ეხლა ხო ის არ არის, რა ქვია, ზღაპარში არ ვცხოვრობ, რაც რუსეთმა წაიღო, დანარჩენ უკრაინას თქვა ვაძლევთ ნატოს გარანტიას, მაგრამ ფაქტია ეს არ გამოდის. ეს როცა არ გამოდის, მე ურთულესი პირობები იწყება, იმიტომ ეს არის ერთადერთი რეალური სამხედრო გარანტია, რომ აი, რა ვიცი, რაღაცა პარალელამდე გიცავთ რა, თუ შენ დაგესმებიან, ჩვენ ომში ვერთვებით. ამის მიღმა ყველანაირი სამხედრო გარანტია სამწუხაროდ არის მეტნაკლებად ეფემერა, რომ ამდენ რაკეტას მოგცემთ, ამდენ რამეს რეალურად ალბათ იქამდე მივა, რომ დახმარებით, მაგრამ თავის დაცვა უკრაინელებს მარტო მოუწევთ. როგორც გიორგი, ერთი კითხვა მაქვს შენთან. ვიცით რომ შაშან აპრილში დაამტკიცეს უკრაინის სამხედრო დახმარება, ერთი წელი გავიდა თითქმის და ისიც ვიცით რომ მაიკ ჯონსონმა კონგრესის სპიკერმა თქვა რომ ჩვენ არანაირი მადა აღარ გვაქვს ახალი დახმარება დავამტკიცოთო. აი, როდესაც შარშან დამტკიცებული დახმარება ამოიწურება და ახალი დახმარება წესით მალე უნდა დადგეს ეს საკითხი, ახალი დახმარების დამტკიცება. საერთოდ დადგა თუ არა საკანონმდებლო დონეზე, რა ვიცით, მაგრამ წესით უნდა დადგეს, თუ სესხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდა, რამდენად წარმოგიდგენია რომ ამ ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც ორივე შტოს ანუ კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და პრეზიდენტიც რესპუბლიკელია დაუმტკიცოს თუნდაც იგივე მასშტაბის დახმარება უკრაინას. ჯერ ისიც აღნიშნოთ, რომ წინა დახმარება 6 თვე მძევალი იყო, თქვათ, პოლიტიკური საკითხების, ხო, ისიც უდიდესი, ასე ვთქვათ, თხოვნების მერე დაამტკიცეს. რაც შეეხება ახლა რა წარმომიდგენია. ურთულესი საკითხია, იმიტომ რომ რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში აქვთ ორკაციანი უმრავლესობა, ხო? გიორგი, მოდიშ გიხდი, მე დავაზუსტებ უბრალოდ კითხვას ჩავამატებ პატარას, ანუ ილი თუ არა ამ კონტექსტში რაიმე სიახლეს აი ამ იშვიათი მინერალების შეთანხმების გაფორმების კონტექსტში. შესაძლებელია რომ აი ამ შეთანხმებამ რაიმე შეცვალოს და უფრო მკაფიო გახადოს. ნუ თეორიულად თუ გაფორმდა, ჯერ არ გაფორმდება ხო ხედავთ, ეგეც თუ თეორიულად შეიძლება ესე გაიყიდოს, რომ ჩვენ აღარ ვეხმარებით უკრაინას, აი იქ ჩვენი ეკონომიკური ინტერესია და შესაბამისად სკეპტიკოსი რესპუბლიკელებს ესე მიყიდო, რომ აი ჩვენ ახლა ჩვენ იმ ქარხნებს ვიცავთ და ამიტომ გვჭირდება ეს დახმარება. ეს ძალიან თეორიული საკითხია. რეალურად რა ხდება, ხო? რესპუბლიკელებს აქვთ ორკაციანი უმრავლესობა და ვიცით ჩვენ რომ მინიმუმ 9 თუ რაღაცა ძალიან ბევრი რესპუბლიკელი არის უკრაინის დახმარების წინააღმდეგი. და აქ მაიკ ხა ტრამპი რა პოზიციას დაიკავებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, იმიტომ შეიძლება თქვას რომ და ისინი დაუჯერებენ. მაიკ ჯონსონს ურთულესი ამოცანა აქვს, იმიტომ თუ დემოკრატიის ხმების გარეშე შეიძლება ეს ვერ გავიდეს და დემოკრატების ხმებით გასვლა ყოველთვის სპიკერისთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე მას ბრალდება პარტიის ღალატი, მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობა, ამერიკის პოლარიზაციის კონტექსტში ეს ძალიან რთულად აისახება და ვიცით ჩვენ რომ წინა სპიკერი დაამხეს დაახლოებით ამის გამო. და ჯერჯერობით ხო არაფერი არ საიდან ხმა არც იძახილი არანაირი თქვათ ნიშნები რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარება და ზოგადად ტრამპისტული კონტექსტი რომ ძვირი გვიჯდება, ფული არა გვაქვს, ფული უნდა დავზოგოთ ამ კონტექსტში ძნელად წარმომიდგენია, იმიტომ რომ თუ იგივე მასშტაბის დაფინანსება შენარჩუნდა, მაშინ რეალურად ბაიდენისტური სტატუს კვოს აღდგენას ვიქნებით, ხო? შევეჯახებით. ომი გრძელდება და ამერიკელები თქო ეხმარებიან უკრაინას და რუსეთზე სანქციებია, ხო? აი რა შეიცვალა გარდა ამ რამდენიმე თვიანი თქო ასე თქო ცდილობისა რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო და რამდენად ტრამპი თქო მომხრე იქნება ამ ბაიდენისტური სტატუს კვოს აღდგენის რთული წარმოსადგენია. შეიძლება მეორე მხრივ
ხო ასევე ტრამპია, ანუ შეიძლება დაელაპარაკონ აუხსნა რომ თლიანად დახმარების შეწყვეტა გამოიწვევს უკრაინის თქვათ რა ვიცი შეიძლება უთხრან ხო კრიტიკული სცენარები რომ რა ვიცი ორ თვეში ხო როგორც წინა დახმარების შემთხვევაში იყო ხო ანუ როდის განიბლოკა ეს ყველაფერი მაიკ ჯონსონს შეხვდა მე მგონი ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და თქვა და სადაზვერვო უწყებების თანამშრომლები და მოახსენეს რომ უკრაინისთვის ძალიან რთული მდგომარეობა იყო ბრძოლის ველზე და საჭირო იყო მოქმედება რაც შეიძლება სწრაფად და ამის შემდეგ ერთი წლის წინ ზუსტად მე მგონი თუ არ ვთქვი 24-25 აპრილი იყო ეს კონგრესმა მიიღო ეს ახალი საპლემენტი ხო და თუ არ ვთქვი მაიკ ჯონსონს ფლორიდაში ტრამპთან მარალაგოში ჩასვლა მოუწია რომ ეს ასე ვთქვათ ეს ლოცვა კი ისგანაც მიიღო შესაძლოა ტრამპს თუ ამ კუთხით აუხსნიან ისევე ეგოს და ნარცისიზმის ჭრილში რომ აი თქვენი პრეზიდენტობის დროს არ იქნება ლამაზი რომ უკრაინა დაემხოს ეს როგორი თქვათ სისუსტის სიგნალს გააგზავნის ისა ჩინეთი შეიძლება გააქტიურდეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ ტრადიციული მიზეზები შეიძლება რაღაცას დათანხმდეს შეიძლება. იქნებ ქაბულის და საიგონის კადრები აჩვენონ და ეს კიდე ერთხელ ხო ამ კაცის დარწმუნება არის საკითხები რომლისაც 40 მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკე რომ მაინდა-მაინც პოლიტიკური თქვათ ესეთი ხერხემალი არ აქვს და ჩონჩხი იდეოლოგიური რწმენის არის საკითხები რომელიც მაგალითად 40 წელია პოზიცია არ შეუძლია ეს არ ნიშნავს რომ მართალია ეს ნიშნავს უბრალოდ რომ 40 წელია ჯერა რომ საერთოდ თავისუფალი ვაჭრობა ამერიკას ძარცვავს არ ძარცვავს სხვა საკითხი 40 წელი ამის ჯერა არის საკითხები, რომელსაც ხო ხა დემოკრატი იყო, დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში, ხა აბორტთან დიდი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ხა იძულებულია ითამაშოს რესპუბლიკელების, თქვათ, გულის მოსამხარად. არის საკითხები, არ აინტერესებს. არის საკითხები, ხა ისრაელს ალბათ პატივს ცემს. ისეთი შეიძლება პროსიონისტი როგორც თავი გამოხავს, არ არის, მაგრამ ნუ დღეს ისრაელს პატივს ცემს. შესაძლოა ზოგადად მისი თაობის ამერიკელებში ეგ ისრაელის პატივს ცემა და დომინანტი განწყობა, ეგ ბაიდენსაც ახასიათებდა და ყველას ალბათ საერთოდ. ნუ ახალგაზრდებში ეგრე არ არის. ხო და ბაიდენს მინდა გიორგი ხო ანუ თუ რამის თქმა გინდა კი. ხო ანუ ბაიდენის კითხი რო შემოვიტანოთ, ან რეალურად ხო არის რა ეს რაღაცა თქვათ განწყობა რომ ეს რაღაცა ძალიან ესეთი განსხვავებული მიდგომების, განსხვავებული ხასიათის პრეზიდენტები არიან და ნამდვილად არიან, თუმცა აი ამ კონტექსტში, უკრაინის კონტექსტში შენ სწორად შეამჩნიე გიორგი რომ ანუ აქ სხვაობები არც ისე დიდია, თქვათ მთავარი პრიორიტეტების კუთხით. ანუ როგორც თქვათ ბაიდენისთვის მთავარი პრიორიტეტია აი ამ მიმდინარე ომის კონტექსტში იყო რომ პირდაპირ ამერიკის და რუსეთის პირდაპირ ომი აეცილებინა და ნუ დავარქვით ამას მესამე მსოფლიო ომს თუ რამე სხვას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ბაიდენისთვის იყო ეს მთავარი პრიორიტეტი, ასევე ვხედავთ რომ ტრამპისთვისაც ეს არის მთავარი პრიორიტეტი. ანუ აქ რეალურად ხო ახლა ჩვენ ვხედავთ რომ მიუხედავად თქვათ რაღაცა ამ რიტორიკული სიხისტისა და თქვათ რაღაცა იმისა რომ ბევრ რაღაცა საკითხთან მიმართებით აი ამ კონფლიქტის კონტექსტში პრაქტიკულად ეს რუსული პროპაგანდის გზავნილები გაიმეორა დონალდ ტრამპმა რეალურად თქვათ რაღაცა სტრატეგიული თვალსაზრისით მიდგომები წინა ადმინისტრაციისგან არც ისე განსხვავებულია, ხო? როგორც ასევე შეგვიძლია გავავლოთ პარალელები მაგალითად ბარაკ ობამასა და იგივე დონალდ ტრამპს შორის, ხო? ანუ ორივე იყო თქვათ რაღაცა აი ამ პრიორიტეტიზების მომხრე, ორივე იყო თქვათ რაღაცა ამერიკის რესურსების გადაჯგუფების თუ გადახალისების, პრიორიტეტების გადახალისების მომხრე იყო ეს თქვათ pivot to Asia, ხო? თუ რაც ერქვა ამას ობამას დროს რაც დაიწყო, ხო, პრაქტიკულად ესე მიიჩნევა. ანუ აქედან გამომდინარე, აქ თქვათ რაღაცა ძალიან ესეთი დრამატული სტრატეგიული სხვაობები ჩემი აზრით არ არის და ნუ რაც გონია რომ ტრამპის პოინტი სად არის მართალი ჩემი აზრით, ხო? ანუ ის ამბობს რომ ეს ომი ეხლა ამ მომენტში არის ისეთ ვითარებაში, როცა უკრაინას არ შეუძლია ამ ომის მსვლელობის გარდატეხა სტრატეგიულად. რუსეთი არის 20-ჯერ უფრო დიდი ქვეყანა ვიდრე უკრაინა. ამიტომ მე უბრალოდ რაღაც წყალობას გამოვიჩენ და ვცდილობ რომ აი ეს ქვეყანა გადავარჩინო, ხო? დღეს თქვა ამის შესახებ უკვალურად. ანუ რაც იდეაში მართალია, ხო? ანუ რა გაგებით რომ ბაიდენის ადმინისტრაციის უხერხემლობა მათ შორის იმან რომ ვერ მოხდა აი ამ 3 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არტიკულირება იმისა თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი მიმდინარე კონფლიქტში. რა როგორი არის ხედვა, როგორი უნდა იყოს ამ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტა. ეს არ მოხდა და აი ეს ვაკუუმი შემდეგ შეავსო,
თქვათ, იქ ტრამპის იდეებმა, ჯეიდი ვენსის იდეებმა და შემდეგ უკვე 2023 წლის კონტრიერიშის ჩავარდნის შემდეგ, უკრაინის კონტრიერიშის ჩავარდნის შემდეგ, ახლა უკვე გასაგები იყო ყველასთვის, ვინც ესე ყურადღებით აკვირდებოდა მომს, რომ უკრაინას რაღაც ტერიტორიების დათმობა მოუწევდა. ეს რა საიდუმლო აღარ იყო, ხო? მაგრამ ამ კონტექსტში არის რუსეთის პერსპექტივა როგორია ამ ყველაფერზე, ხო? ანუ ჩემი აზრით აქ დღეს გუშინ მქონდა ლავროვს განცხადება და განცხადება კი არა, უბრალოდ მე მგონი ბრაზილიურ რაღაც გამოცემასთან მქონდა ინტერვიუ და იქ თქვა რა არის ეს წინაპირობები, ხო? და პრაქტიკულად 2022 წლის მარტის თეზისები გაიმეორა, ხო? იქ უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, იმპერატივი უწოდა იმას, რომ უნდა აღიარებულ იქნას სრულად აი ეს ტერიტორიები, მათ შორის ის ოლქები, რომლებსაც სრულად ვერ აკონტროლებს რუსეთის არმია და ასე შემდეგ. ანუ ხედავთ აი ამ მაქსიმალისტურ მიდგომას ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, იგივე თქვა დღესვე გავრცელდა პატრუშევის ინტერვიუ, სადაც ოდესაზე საუბრობდა, რომ ოდესას კიევთან არანაირი მომავალი არ აქვს. მეორეს მხრივ, ხედავთ ვლადიმერ პუტინის აი რაღაცნაირ როგორ თქვა არ ვიცი ჟარგონი გამოვიყენო თუ რა გამოვიყენო, მაგრამ ნუ ის ცდილობს თავის მოქონვას, ხო, ტრამპისთვის. მათ შორის ამის ნაწილი იყო, თქვათ, იგივე სააღდგომო ზავი. მათ შორის ამის ნაწილი იყო ეს სამდღიანი ზავი ცხამაისისადმი მიძღვნილი. მე ხვდები მის ლოგიკას თუ რატომ შევიდა ამ მოლაპარაკებებში, ხო, ანუ მან უკვე მიიღო რაღაც თქვა გარანტირებული მოგება, განახდებული იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკასთან პირდაპირ კომუნიკაციის ხაზი დამყარდა, იზოლაციის მასშტაბი და თქვა რაღაცა სიმძაფრე ნებისმიერ შემთხვევაში შემცირდა და გარდა ამისა, თქვა თუ შეძლებს, რომ წამოიყვანოს ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის მისაღებ დათმობაზე, რაც ჩემი აზრით არც ყირიმის აღიარებაზე არ გადის და არც ზაპოროჟიის აღიარებაზე, მე მგონია, რომ მისი მიზანი არის ის, რაც იყო თქვა რაც გაცხადებულია, ეს არის რაღაცა ახალი იალტის მსგავსი რამ, ანუ მას სჭირდება თქვა რაღაც თავის გავლენის სფეროების დაკანონება. ის თუ ამაზე წამოიყვანს, ხომ კარგი მოლაპარაკებების მეშვეობით. თუ არა და ვლადიმერ პუტინი არაფერს დიდსაც არ კარგავს. ხო, ანუ ის სადაა ომი გააგრძელოს, მას უფრო მეტი რესურსი აქვს, ის ხედავს, რომ ამ დასავლურ ბანაკში, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, განხეთქილებები მატულობს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია არის, რომ თუ დროზე არ შეთანხმდებით, მე უბრალოდ გავალ პროცესიდან და ანუ ერთი შეხედვით, მე ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს და თქვენი პასუხი მაინტერესებს. მე ტრამპის მხრიდან საჯაროდ ყოველ შემთხვევაში და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის და აი ამ შეკავებაზე მოქმედების ვერანაირი ასეთი ქმედითი როგორ თქვა, ნაბიჯი ვერ დავინახე. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორეს მხრივ ხედავ, რომ ვლადიმერ პუტინი მაინც მიდის რაღაც დათმობებზე და აშკარად რაღაცას ერიდება. აი ეს არის ჩემთვის აუხსნელი და თუ შეგიძლია თქვენ დამეხმაროთ ამის სახსნაში, თუ გაქვთ რაიმე ვერსიები, სიამოვნებით მოგისმენთ. ნუ როგორ შეიძლება ამის ახსნა? ხო, ერთი იმითი, რომ როგორც მე აღვნიშნე, რომ რას კარგავს ამ თქვათ ხო, ანუ ეს გასაგებია, კი. კი, კარგი პოლიციელის თამაშით. მას სურს ალბათ, რომ თქვათ თუ რამე ჩაიშალა სამშვიდობო პროცესი ეს უკრაინას დაბრალდეს. მეორე არის, როგორც შენ აღნიშნე, აქ მართლა საინტერესოა ეს საკითხი, რაც არის სტრატეგიული გათვლა, რომ თუ არ დამითმობთ რაღაცას, რაც მე მინდა, მე ვიომებ. აი აქ უკვე არის გათვლა. რა გათვლა შემდეგი 2 წელიწადი ვისთვის უფრო პროდუქტიული იქნება? ეს იქნება რუსეთისთვის თუ უკრაინისთვის და აქ არის ბევრი გათვლა. მათ შორის ის აქვს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას სურვილის შემთხვევაშიც კი ესკალაციის უნარი და რამდენი შეიძლება ეს ესკალაცია იყოს, ანუ რამდენი რა შეიძლება მიცენ უკრაინას, რა შეიძლება რა რაოდენობით საერთოდ ლაპარაკიც არ არის, ხვდები? ანუ მე მაშინ არის პუტინი იყოთ და იცოდეთ, რომ შემდეგ 2 წელიწადში ესკალაცია კაც თავი აქვს, არა აქვს. სანქციებს უძლებენ, ვერ უძლებენ, თვლა იციან, ხო? და ფაქტია, რომ ქალბატონმა ელვირამაც თვლა იცის და რაღაცა, ანუ ისეთი რაღაცა მესიანური მოდი ესე ვთქვა, ბევრად უფრო მედეგი აღმოჩნდა რუსეთის ეკონომიკა სანქციების მიმართ, ვიდრე ბევრი ვარაუდობდა. ხო და დღეს ეხა მუქარა რაღაცა საბანკო სანქციების და რუსეთი არა, ესეც უნდა ითქვას, რუსეთი არ არის კუბა.
კუბის იზოლაცია შეიძლება რუსეთის ნავთობის, იშვიათი მინერალების ასე სრული იზოლაცია შეუძლებელია, ანუ შეიძლება რუსეთის ეკონომიკა ბელგიის ხელაა და მანქანებს არ უშვებს და სარეცხ მანქანებს, მაგრამ რუსეთის ეს ასე ვთქვათ სასარგებლო წიაღისეული მარტო ნავთობი არ არის, არის იშვიათი მინერალები და ასე, რომელიც იზოლაცია შეუძლებელია, ანუ ამერიკაში ჩინეთი მიყიდეს. ნავთობის გაიაფებაზეც იყო მინიშნება, რომ ნავთობს გავაია მაგრამ აქ დავიკითხე პრობლემა ის არის რომ ნავთობის ზედმეტად გაიაფება პრაქტიკულად ძირს გამოუთხრის ამერიკის აი ამ ფიქლის ნავთობის ინდუსტრიას რომელიც ტრამპისთვის იქ მე ვთვალშები $40 თუ $40 ნაკლების შემთხვევაში ეს ინდუსტრია კარგავს ზოგადად აქ უკვე შიდა ინტერესები ჩემოდის ამერიკის დილობრივი თქვათ ბურჟუაზიის ხო ეგრე არ არის ExxonMobil-ს უნდა ეხლა რომ $30 ღირდეს ბარელი და ხო ეგრეც არის შენ ერთ საკითხი აღნიშნე თქვი რომ აი თქვათ ბაიდენის უნიათობა აღნიშნე რომ ვერ ჩამოყალიბდა გამოკვეთილი პოლიტიკა უკრაინის მიმართ ეს შეიძლება უნიათობა დავარქვათ და შეიძლება ის სტრატეგიული ასე ვთქვათ ეს გორდიასის კვანძია თუ ანუ რეალურად რა უნდა ჩამოყალიბდეს იმიტომ რომ რეალურად ხო პრობლემა რომელსაც არ ამბობდნენ მაგრამ ყველამ იცოდა რომ რუსეთის მარცხი თქვათ საბრძოლო ველზე უკიდურესი მარცხი ხო თქვათ ყირიმამდე მისვლაც კი ზრდის ბირთვული ომის საფრთხეს ამას არც მარკ მილი მალავდა და არც თქვათ ბაიდენის ადმინისტრაცია შეიძლება არ ამბობდა მაგრამ ეგ ეგრე და როცა შენ ამ სტრატეგიულ ჩიხში ხარ როცა თან უკრაინას უნდა დაეხმარო თეორიულად გათვლა რომ უკრაინა ისე გაძლიერდება რომ მიაყენებს ისე ზარალს რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე წამოვა მაგრამ ბირთვული იარაღს არ გამოიყე რეალურად ეს იყო მაგრამ რუსეთის უკიდურესი დამარცხება რა თქმა უნდა ზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას აქ შემოდიოდა სხვა ცვლადები თქვა და ეს ცოტა არ იყოს ისეთი მიამიტური გათვლა რომ აი თუ დამარცხდება რუსეთი ბრძოლის ველზე როგორც 1905 წელს რუსეთის შიგნით დაიწყება რევოლუცია ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ამ ომას ფოტოშორის ბევრი ესეთი თქვა განცხადება და გათვლა ხო თქვა გაგვანახა რომ ეს ინტელექტუალური თავდაბლობაც საჭიროა იმიტომ რომ კაცმა შუა პუჩი გადაიგნო რა ვიცი რა დავარქვათ პრიგოჟინის ამბობს მაგრამ რუსეთი სანქციებსაც ხო გაუძლო და რა ვიცი შუა ომში ერთი ფრონტის ხაზი არ ჩამოეშალა ისე რომ პუჩს გაუძლო ანუ მეორე კუთხით ეს ამ სიმყიფესაც აჩვენებს ხო ანუ რა თქმა უნდა ეხლა ერთი არის რომ ესე ჩანს და მე ხო შეიძლება უცებ რაღაც მოხდეს შესაბამისად ეს ურთულესი სტრატეგიული წინააღმდეგობები იწვევდა მე რომ ვერ აყალიბდები პოზიციას და პოზიცია იყო ესეთი რომ სანამ უკრაინას მშვიდობა არ უნდა ანუ არაფერი უკრაინაზე უკრაინელების გარეშე ძალიან ხელსაყრელი პოზიციაა ანუ ეს ძალიან კომფორტული პოზიცია იყო მაგრამ თან თამაშობ რომ რას ეხლა მე ხო არა ვარ იმპერია და რაღაცა მეორე მხრივ ეხლა ამ ომის 60% დაფინანსება შენზე მოდის და მივცემთ იარაღსთან ისე ვერ მივცემთ რა თქმა უნდა აქ იქნება რაღაცა წითელი ხაზები დავეხმარებით სანამ უკრაინელები ზად არიან იომონ ეს იყო ბაიდენის პოზიცია ტრამპი მოვიდა თქვა რომ ეგრე არ არის ეგ პოზიცია არის ჩიხური რეალურად იმიტომ როგორ თვითონ იძახის არ ვიცი ეს მონაცემები იმიტომ ხანდახან მონაცემებს იძახის არსად არ მოწვდება მე ხო ეს 350 მილიარდი ვერამ ვერ დათვალა საიდან მიცეს უკრაინას და ეს 5000 კაცი კვირაში რო ყდება არ ვიცი ეს არის მონაცემი რომელიც მან მოიგონა თუ არ მოიგონა მაგრამ თქვა და იძახის რომ მე უნდა გადავარჩინო კვირაში 5000 კაცი სიკვდილისგან ახ დღევანდელი პოლიტიკა ნობელის პრემიის მიღების სურვილი ხო არ ამოძრავებს ერთ მე მგონი აქვს უფრო მე მგონია რომ დაიმსახურა მან უკვე ნობელის პრემია აბრაამის შეთანხმებისთვის მაგრამ არ მისცემენ მეტად დაიმსახურა ნამდვილად ეგო რა თქმა უნდა ხა სურვილი რომ იყოს მშვიდობის ყოფილი მაგრამ თუ მისცეს უბედნიერესი იქნება ერთ ვიტყვი ამ თემაზე რაზეც ვსაუბრობდით რომ ეს ყველაფერი ასეც ხა ჯამში ვსაუბრობთ ყველას გეთანხმებით რომ ეწოლას არ ახდენს და მანამდე იმუქრებოდა მაინც რაღაცას ისეც იზამდა და მაგასაც არ აკეთებს ეს ხო სისუსტის გამოვლენებაა რუსეთის თვალში ერთი ეგ მეორე მისი პოლიტიკა რომელთაც დაუპირისპირდა ევროკავშირს და მის თავად ევროპელ პარტნიორებს და საერთოდ ყველა პარტნიორს დაუპირისპირდა ეს ხო სისუსტის გამოვლენებაა და საერთო ჯამში რუსეთი რა მესიჯს იღებს ხო ის იმყოფება გამოფიტვის ომში არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან, ხო და რუსულ პროპაგანდას თუ შეხედავთ, უკრაინელ ნაცისტებს კი ახსენებენ, მაგრამ ხალხს ეუბნებიან, რომ ამ ომში ამერიკელებს ებრძვიან იქ და ევროპელებს ებრძვიან, ხო? და რა გამოვიდა ახლა, რომ ევროპა და ამერიკა იმის მიუხედავად, რომ არც მათი ჯარი დგას იქ, არც მათი თვითმფრინავებია და არაფერი, გამოფიტვის ომში მას ხდება რუსეთთან იმის გამო, რომ
არ აქვს საკმარისი დახმარების გაცემის სურვილი გასაგებია დემოკრატიული ქვეყნებია საზოგადოებრივას მეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთში და ასე შემდეგ. ანუ ეს რა მესიჯია? ჯერ ერთი ამ დონის სისუსტის გამოვლენებით საერთოდ მეეჭვება რომ ოდესმე პუტინმა ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოაწეროს, ყოველთვის მოიფიქრებს პუტინი და მისი გარემოცვა იმ საბაბებს, როგორებსაც უკვე ახსენებენ, ხო, რომ მაგალითად უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა შეწყდეს. მე იტყვიან რომ რაღაც უკრაინას უნდა ყავდეს. დღეს თქვენს რომ ჩვენო მონიტორინგის საშუალება არ გვექნებაო, რომ ცეცხლის შეწყვეტაო გავაკონტროლოთო შეხების ხაზზეო და ამიტომ 30 დღითო როგორ უნდა შევწყვიტოთო ცეცხლიო კიევიო გამოიყენებსო იმისთვისო რა ქვია პროვოკაციებისთვის. ხო, მე იტყვიან რაღაც კვოტები უნდა დაწესდეს რაზომის არმია უნდა ყავდეს უკრაინას, რამდენი თვითმფრინავი უნდა ყავდეს. მე შეიძლება რაღაც დრონების წარმოებაზე მოთხოვნა შეზღუდვა და მოკლედ ფაქტი ხო ეს არის რომ სხვათა შორის თავიდანვე იძახდა ბევრი ანალიტიკოსი ამას რომ მას შემდეგ რაც ბლიცკრიგი არ გამოუვიდა პუტინს ის გამოფიტვის ომში სწორედ იმიტომ ჩაერთო რომ დარწმუნებულია რომ ეს დასავლელი პარტნიორები უკრაინის დაიღრებიან ამ დახმარების მიცემით და საზოგადოებრივი აზრი ისე შეიცვლება ამ ქვეყნებში რომ საბოლოოდ მარტო უნდა დარჩეს უკრაინა. ამიტომ ძალიან რთულია რა პოზიტიური პროგნოზის გაკეთება სწორედ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მეეჭვება ხელი მოეწეროს, მაგრამ თუ მოეწერება, ეს იქნება ფარატინა ქაღალდი, რომელიც რამდენიმე წელიწადში შეიძლება ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში პუტინმა ისევ ითამაშოს ამერიკის შიდა პოლიტიკით და სანამ რესპუბლიკელი პრეზიდენტი აღარ დააღვიოს და თუ მე დემოკრატი მოიგოს, ისევ დაიწყოს ომი. აი ეს იქნება, რაც მე მკვეთ გავლენას მოახდენს შიდა პოლიტიკაზე ამერიკის და ისე დაიწყება. ჩემი ბოლო კითხვა იწირას წარმეთყოლე და უპასუხე კიდევაც, რომ აი თქვა პროგნოზი მინდოდა მეკითხა, აქედან ერთ კვირაში სად ვიქნებით თქო? ერთ კვირაში თუ არა, ნუ აი ეს პროცესი გადამწყვეტი კვირა რაც ქვია დღეშვენ დღევანდელ ლაივს და ზოგადად ამ კვირას რაც ეძახიან ამერიკაში, აი ეს კვირა როგორ დასრულდება, ეს მინდოდა მეკითხა ორივესთვის, შენ გაეცი პასუხი, თუ რამის დამატება კიდე შეგიძლია დაამატო, თუ არა და გიორგის მოსმენ და შემდეგ ასევე გიორგის მინდა შევაჯამებინო ხატიაშვილს 100 დღე დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის. ესე იგი, რომ დავიწყოთ იმითი ზავით, მე მგონი ხანდახან მის პუტინის განცხადებას უნდა მივიღოთ ისე, როგორც თქვათ ამბობს. აი, ზაფხულში აქვს ნათქვამი საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიაზე, რომ ჩვენ შევწყვეთ თუ უკრაინა დონეცკიდან, ხერსონიდან, იმ 4 ოლქიდან ჯარს გაიყვანს და ოფიციალურად განაცხადებს ნატოში შესვლაზე უარს. ამ შემთხვევაში ჩვენ იმ წუთასვე შევწყვეთ ცეცხლს. მე მგონია რომ ხა ვითკობს რა თქმა უნდა ჭყალებში რაღაცებს აბოლებს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად 1 სანტიმეტრით აქედან არ გადაუხვევია და რეალურად ალბათ ვითკობს სუცილობს ეს ჩააწვეთოს და ამ პარამეტრები მთელი ცეცხლის შეწყვეტა ალბათ დღემდე ამ პარამეტრებით მიმდინარეობს. არ ამგონია რომ მაინდა-მაინც აი ამ საკითხს გადაუხვიოს და ალბათ ვითკობსაც ეუბნება რომ ეს 4 ოლქი მეტნაკლებად მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ან დამithმობთ, ან ვიომებ ამ 4 ოლქისთვის. ალბათ ხა მე ხა ვუტრირებ, მაგრამ ესე შეიძლება ნათქვამი აქვს. ბოდიში გიორგი ჩავერთვე, აი როგორი დასათმობია ხა უკრაინული პერსპექტივიდან, იმიტომ რომ ჯერ ერთი საკმაოდ დიდი მოსახლეობა ცხოვრობს ქალაქ ზაპოროჟიაში და ხერსონში და მეორე პრობლემა ეს არის რომ უკრაინელების კომპლიმენტად უნდა ვთქვა თუ მე რამდენი წელია ვერ აიღო კრამატორსკი და სლავიანსკი და ვერ გაასწორა ეს დონეცკის ოლქის საზღვარი ხო რუსეთმა ეს ფოტოშორის გეთანხმებით ანუ როგორი დასათმობია ეს ქალაქები რომლებსაც გმირულად იცავენ მართლა მან სხვათა შორის ამაში ვთქვათ მან მართლა თუ სადმეა ეს ეგრეთ წოდებული უკრაინის რაიონები, ეგ არის ამ დონეცკის მან მართლა წლები ამ ხო პოროშენკოს დროს სამი ხაზი აშენდა თუ რაღაცა, იმიტომ რომ მან ხა მართლა ფრონტის ხაზი იყო და თუ იქ ხა სუმის ოლქში არ ელოდებოდნენ შეტევას თუ ელოდებოდნენ ეგ არ ვიცი მე, მაგრამ აი ფრონტის თქვათ მიმდებარე ოლქებში მართლა თუ სადმე არის ეს უკრაინის რაიონები, ეგ არის თქვათ ამ დონბასის ბასეინში და ეს მარტო ის ხო არ არის რომ ხა გამოდიხარ იმ ტერიტორიაზე, ეს დაახლოებით ის არის რომ ყველაზე დაცულ ტერიტორიას თმობ, რომელიც ხო ფაქტია ეს, რომ
20 უხსნი შემდეგი იერიშისთვის, ხო? მაშინ როცა ისედაც დნეპროპეტროვსკის ოლქის ზე არის. 30 მეტრის ასახებად და კრამატორსკი და იგივე ავდეევკას ხო რამდენი, რა ვიცი, 2 წელი დასჭირდა, ხო? ავდეევკის აღებას დაჭირდა 2 თუ 3 წელიწადი უკვე აღარ მახსოვს. არა, 2024-ის თებერვალში აიღო. ხო, ეს არის ყველაზე გამაგრებული ნაწილი, თქვათ, უკრაინის ფრონტის ხაზის, რომელიც ახლა არ მიყვარს ისტორიული შედარებები ამ კუთხით, მაგრამ სუდეტები იყო ჩეხოსლოვაკიის ყველაზე გამაგრებული ნაწილი, ხო? ის რომ დათმეს პრასტიво მოტიტულდა ჩეხოსლოვაკია და მეორე კიდე ის არის, რომ ახლა შენ გჭირდება 6 თვე და 1000-ობით რუსის სისხლი და მილიონობით დოლარი თუ რუსული მონეტი, რომ 30 მეტრი და 4 სოფელი აიღო და რატო უნდა დაგითმო? ანუ სულ რო უკან ვიხევდე, შეიძლება შემდეგი 3 წელიწადი სულ არავინ არ დაეხმარა, ვიღაც დახმარება იქნება, უკრაინა ნელ-ნელა კი ტრაგიკულად და კი ყველაფერი მიწასთან გასწორდება და ნელ-ნელა იხიოს უკან, ხო? რეალურად იმას ახლა გერასიმოვიც არ არის უჭკუო კაცი, ხო, როგორც ამბობენ, გერასიმოვიც ხვდება, რომ იმას 3 დღეში ვერ აიღებ, უბრალოდ ვერ აიღებ. კი, სამხედრო დამხმარება თუ შემცირდება, გაუადვილდებათ, მაგრამ ყველაზე გამაგრებული ოლქების ესე ევაკუაცია არ ხდება. არ ხდება. ხერსონი აღებული ქონდათ და გაიქცნენ საერთოდ. ხერსონი ეგეც სტრატეგიაა და სხვათა შორის ესეც პირიქით აკუთხით აჩვენებს, რომ ხანდახან რაციონალური, ანუ ხო, ხალხი რეპს პროგნოზირებდა, რომ ახლა კიევს იმას თერმობირთულ იმას რაკეტას ესვრის და ხერსონს არ დათმობს. როცა აუხსნა სუროვიკინმა, რომ უბრალოდ ვერ დაიცავ ქალაქს დნეპრია, ხო, დნეპრის მეორე ნახევარზე ვერ დაიცავ, იმიტომ რომ ალყაში მოხდება ჩვენი არმია და არის სრული სტეპი, ხო, იქ გორაკიც არ არის ხანდახან, ისეთი ბრწყელია უკრაინა რაღაც ნაწილებში. ხო, გამოიყვანა, კი, პოლიტიკურად შეიძლება რაღაცა პრესტიჟის ზიანიც მიიღო, მაგრამ როცა საჭირო იყო, ხარკოვიდანაც გამოვიდნენ. ეხა მომივიდა რაღაც აი ჩემ კითხვაზე პასუხი, აი რატო პუტინი რატო არის ესე უფრო ვთქვათ მოქნილი ამ ნაწილში შეიძლება ეს იყოს, რომ ანუ აი შენაც ახსენე, ხო, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ უკრაინელები რაღაც ტერიტორიებს კარგავენ და დღეს ნახე ეგეთი ანალიზი, რომ მარტში კი არ და აპრილში გაიზარდა ისე რუსეთის არმიის წისვლის ტემპი წინა 5 თვის შემდეგ პირველად. და ანუ რეალურად აი შენაც ახსენე, ხო, ეს სირთულეები, რაც უკავშირდება ამ ტერიტორიების დაკავებას, თუნდაც მარტო ქალაქ ზაპოროჟიესა და ქალაქ ხერსონზე რო ვისაუბროთ და კრამატორსკის და სლოვიანსკის აგლომერაციაზე, ხო? რაც არის აი დარჩენილი 4 ყველაზე დიდი ვთქვათ რაღაცა ნაწილი აი ამ ოლქების ამის დასაკავებლად საჭირო არის მობილიზაციის გამოცხადება რუსეთში. ჩემი აზრით ამას კარგად ხვდება როგორც გერასიმოვი, ასევე ვლადიმერ პუტინი. აქედან გამომდინარე, ახლა მობილიზაციის გამოცხადება კიდე მგონია, რომ აი ამ შიდა კონსტრეინების ნაწილია, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, ანუ იმიტომ რომ მე ეჭვება, რომ პუტინისთვის ძალიან სასურველი იყოს, რომ ახლა მობილიზაცია უწინამთ ჩრდილოეთ კორეაში გამოცხადდება მობილიზაცია ვიდრე რუსეთში. ხო, ანუ და ჩრდილოკორეელების გამოყენებას თუნდაც და აღიარება და იქ მედლებს კიდევენ ეკვა იმის რუსეთის გმირის მედლებს. ეგეც საინტერესო იყო, დრო იყო დაცინობდნენ დასავლეთს, რომ რა ის სათნახეთ ჩრდილოეთ კორეელებიო და ეხლა ხო, ანუ ეს ტრადიციული ის არის, ხო, რაღაც რუსული ისა რომ ანუ აი შეგიძლია 2 კვირა რაღაცა იძახო და მე უცებ შეცვალო, რომ აი არა კაცო, რაღაც ჩვენთან არიან და იბრძვიან და ჩვენი ის არიანო, საბრძოლო მეგობრები. ხო, ანუ მგონია, რომ ამ ნაწილში რატომ ბოდიში ერთს შემოვიტან ასევე მსჯელობაშიც და მართლა ეს ცალკე ტრაგედია, რომ ეგეთი ადმინისტრაცია ყავს ამერიკას, რომ როგორ შეიძლება ამ საფრთხეს ამ პერსპექტივით კი არ უყურებენ, რომ უკრაინას სწორედ იმიტომ უნდა დაეხმარო უფრო მეტად, რომ ამ ომში ჩრდილო კორეაცაა ჩართული, ირანიცაა ჩართული და უკვე ჩინეთის ჩართულობის ნიშნებიც რჩება და პირიქით ისინი უყურებენ, რომ მოდი ეს კონფლიქტი როგორღაც დავამთავროთ, პირობებს არ აქვს მნიშვნელობა, გაეყინოთ და კონცენტრირდეს ჩინეთზე და რაღაც იქით გადავიტანოთ მეტი ყურადღება და მეტი ძალები. ეს როგორ შეიძლება იყოს შემაკავებელი ჩინეთისთვის, ეგ არ მესმის მე. პირიქით არ იქნება ეს? არ ვიცი, ან მე მართლა რო გითხრა, ატომაც არ ვიზიარებდი თქვათ რაღაცა ამ აპოკალიფტურ მოლოდინებს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულს, რომელიც ვრცელდებოდა. იყო ის, რომ ჩემი აზრით დემოკრატებსა და ვთქვათ რესპუბლიკელებს შორის თავარი განსხვავება მაინც ჩემი აზრით არის ის, რომ რესპუბლიკელებს უკეთესმით შეკავების პოლიტიკა, ესე რომ ვთქვათ. და მაინც ვთქვათ ეს ძალის მნიშვნელობა
ამ ძალასთან მოპყრობის თვალსაჩინო გონია რომ იგივე აი ტრამპი რასაც ამბობს ხო რომ ჩემ დროს ეს ომი არასდროს არ დაიწყებოდა ხო რაც აი რაც ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ სისულელეა თუმცა მე მგონია რომ ზოგადად რესპუბლიკური ადმინისტრაციების მიმართ ზოგადად უფრო მეტად ფრთხილები არიან ხოლმე საგარეო მოთამაშე. მე არ დაგეთანხმები აკა შეგახსენებ დემოკრატმა ახალი წუმენმა შეაკავა სტალინი და გადააჩინა საბერძნეთი და თურქეთი. ანუ მეორეს მხრივ ახლა შეიძლება სხვა მაგალითებიც მოვიყვანოთ იგივე 79 წლის ირანის და აქ სტატისტიკურად სხვადასხვა მაგრამ ნუ რის თქმა მინდა რომ მე მიმაჩნდა რომ ტრამპის იგივ ამ რესპუბლიკურ ბანაკში უფრო მეტი იქნებოდა ადამიანი რომელიც მიხვდებოდა ამ შეკავების მნიშვნელობას და თქვათ იგივე ეს რეიგანისტული ფორმულა რომელსაც იყენებდნენ რომ აი ძალა კი არა და მშვიდობა ძალის მეშვეობით ხო ანუ აი ამ მიდგომის იმედი მქონდა რომ ეს სადღაც ამუშავდებოდა თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ საჯარო სივრცეში ამას ვერ ხედავთ და ეს სერიოზული პრობლემაა მაგრამ აი თუ იმ საკითხზე დაუბრუნდა და რო შევაჯამოთ აი ეს ნაწილი ხო ანუ გონია რომ ნაჩვენებს პუტინის მოქნილობის ესეთი მოქნილობის მიზეზი შესაძლოა ის იყოს რომ ხდება იმ სირთულეებს რაც დაკავშირებული იქნება ამ დანარჩენი ტერიტორიების სამხედრო გზით დაკავების კუთხით და ამიტომ რატომაც არა თუ კი გასროლის გარეშე შეძლებს რომ ამას მიაღწიოს რაც ხადია რომ გასროლის გარეშე ურჩევნია სვლა მაგრამ გიორგი ეხლა მინდა გთხოვო შენ უკვე ჩვენს თითქმის საათნახევარია ვსაუბრობთ მინდა შეგაფასებინო და შეაფასო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე რა წარმატებები აქვს თუ არის ასეთი საერთოდ შიდა პოლიტიკური თვალსაჩინით რაზე დგას მისი რეიტინგი ანუ რა მოწონს ხალხს და რა არ მოწონს და შენი აზრით მინდა ჩასვა ეს ზოგადად ამერიკის პრეზიდენტების ტრადიციის კონტექსტში არის თუ არა რით არის გამორჩეული აი ეს მეორე ვადა დონალდ ტრამპის და არის თუ არა ეს რაღაცნაირი ექსპერიმენტი თუ ჯანყი აი საკონსტიტუციო ბალანსის შეცვლისა პრეზიდენტის აპარატის სასარგებლოდ დავიწყოთ იმით რომ აი ბოლო ამერიკელი ხალხის შეფასება ნუ იმ კვლევებით რაც თქვა გაზეთებში ქვეყნდება 38%-მდეა თქვა დასული დონალდ ტრამპის რეიტინგი და ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არ არის თქვა ამერიკის პრეზიდენტების პირველ 100 დღეში. ზოგადად მცირდება ამერიკის პრეზიდენტების რეიტინგი პირველ 100 დღეში თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. მაგრამ ეს ძალიან დაბალია იმ კუთხით რომ ამერიკელი ხალხი თქვა მიაჩნია რომ აი ეს რაღაც საკითხებში ალბათ ძალიან ღრმად შეტოპა ტრამპმა. ხა მიღწევები დიდი როგორც წესი ხოლმე არის ხოლმე რაღაცა ძალიან დიდი საკანონმდებლო მიღწევები ხო აი თქვა ობამას პირველ ვადაში პირველ 100 დღეში სტიმულუსი მიიღეს თუ არ ვწდები დიდი თქვა საკანონმდებლო მიღწევები არც თქვენ გახსენდებათ არც მე მახსენდებათ დიდი არც ბიუჯეტი მიუღიათ ჯერჯერობით და კანონებიც მაინდა-მაინც არ მიუღიათ გამორჩეულია რითი რომ ხელი მოწერილი აქვს 150 მეტ ბრძანებულებას რაც არის სრული რეკორდი პირველ 100 დღეში ხო ანუ გაძლიერება აღმასრულებელი ხელისუფლების და აღმასრულებელი ხელისუფლების თქვათ იურისდიქციით მოქმედება ამ ხრივ სრული რეკორდსმენია თავის პირველ ვადასთან და ბაიდენთან და ყველასთან ეს ერთი მეორე ჭიდილი სასამართლო ხელისუფლებასთან ხო ეს кейსი როდესაც ეს სალვადორის მოქალაქე როცა სასამართლოს აკრძალვა იყო მის დეპორტაციაზე თუ ნუ შეჩერება მაინც გაუშვეს და დღეს სასამართლო ამბობს დააბრუნეთო თუ ამბობს რომ თქვათ ხელი შეუწყეთ დაბრუნებას და ესენი ძახიან რომ ახლა თუ ნაიბუკელე გამოუშვებს ჩვენ მივიღებთ მაგრამ ისე ანუ ეს ჭიდილი მეორე თქვათ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლებრივი გამოვლინება ისეთი რომელიც თქვათ ამერიკას დიდი ხანი არ ახსოვს ხო კი ერთეული შემთხვევებია მაგრამ ეს თქვათ ეს თურქეთის მოქალაქე სტუდენტი რომელიც ჩვეულებრივ ქუჩიდან აიყვანეს ასეულობით როგორც არის ცნობილი ხო ასეულობით სტუდენტი რომელიც სტუდენტურ ვიზაზეა რომელიც შემჩნეულია თუ უბრალოდ ამ თურქი გოგოს ასე თქვა ჭალებში ბრალი იყო თქვათ პრო-პალესტინური წერილის გამოქვეყნება სტუდენტურ გაზეთში ასეულობით სტუდენტი რომელიც შემჩნეულია თქვათ ამ პრო-პალესტინურ მიტინგებში ან ისრაელის კრიტიკაში უბრალოდ ან აძევებენ ან უქმებენ სტატუსს ესეც ახალია ვენესუელის დეპორტაცია სალვადორში
1798 წლის კანონზე დაყრდნობით, რომ ესენი არიან თქვა რაღაცა სამხედრო მოქმედებაში ჩაცული მტრები და შესაბამისად მათზე სასამართლო ვრცელდება, არც არაფერი და უბრალოდ აიღეს და ესეც ახალი. ანუ ვხედავთ ჩვენ აღამასრულებელი ხელისუფლების ამ ძალაუფლებრივი გამოხატულების ასე კუნთებზე ყურებას. ჩვენ ამას ვხედავთ. ხო, ეს ერთი. მეორე ეს ასევე მნიშვნელოვანი ხო, ანუ ეს საერთაშორისო ვაჭრობაზე რო გადავიდეთ. პრინციპში, ეხლა რა იქნება როგორ და რანაირად, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, ანუ ქვეყანა, რომელმაც 75 წელი შეალია საერთაშორისო ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მშენებლობას, 3 თვეში პრაქტიკულად თავადვე გამოვიდა ამ რეჟიმიდან იმ არგუმენტაციით, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გძარცვავს. თან ისე ეს უკვე თქვა საერთაშორისო ურთიერთობის თეორიებისთვის, ისე რომ ეს თელი თეორიები რომ აი შეთანხმებები და ინსტიტუციები დაიჭერს ქვეყნებს და თქვა რომ გამოვდივარ წადი და მიჩივლე ეხლა ნებისმიერი არბიტრაჟი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წლები გრძელდება და აქ შემოდის უკვე ძალის პრიმატი რა ხო სუპერ სახელმწიფო რო ხარ ვერც მექსიკა გიჩივლებს და რომს გიჩივლოს მექსიკას შენი თავი პირიქით ცდილობს ქალბატონი კრისტინა შაინბაუმი რომ ნებისმიერი ფასად თქვა ეს სავაჭრო ესკალაცია თავიდან აირიდოს იმიტომ რომ კანადისგან განსხვავებით დიდარი ქვეყანა არ არის მექსიკა თავარ პუნქტს რო დაუბრუნდეთ ხო სახელმწიფო უბრალოდ თქვა რომ მე ის რეჟიმი რომელიც 75 წელი მე თვითონ ვაშენე აღარ მაწყობს იმიტომ მე მძარცვავენ და თქვა არ დახურა საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმი მაგრამ აი რეორიენტაცია მოახდინა 2 თვეში ხო რა იქნება როგორ არ ვიცით მაგრამ რეალურად დიდი ალბათობით იქნება ეს ატომიზაცია სავაჭრო ბლოკებთან ან ჩემთან ივაჭრებ ან ჩინეთთან და ეს ეხა როგორი ულტიმატუმია ქვეყნების უმრავლესობა ამერიკასთანაც ვაჭრობს და ჩინეთთან და ზოგი თქვა დასავლურ ბანაკშია მაგრამ ჩინეთთან უფრო ახლო სავაჭრო ურთიერთობები აქვს ვიდრე ამერიკასთან თავად ამერიკა ხო უზარმაზარი თქვა ტვირთბრუნვა აქვს ჩინეთთან და უკვე გამოჩნდა ხო რომ ამ თქვა კუნთებზე ყურების მიღმა თქვა ელექტრონიკა ამოიღო ტარიფების სიდან იმიტომ რომ ხა Apple ეხვეწა იქ ეხო Dell თუ სხვა ანუ შესაბამისად ურთულესი საკითხია მაგრამ ისე რომ აღვნიშნოთ პრაქტიკულად ეს საერთაშორისო სავაჭრო სისტემა რეორგანიზაცია დაიწყო 2 თვეში ეს ერთი იმიგრაციას რაც შეეხება ნამდვილად შემცირებულია როგორც მაგრამ ეს უკვე ბაიდენის ბოლო ხანში იყო შემცირებული საზღვრისკვეთა და ეხლა შემცირებულია იმიტომ რომ მეც იჭერენ თუ უბრალოდ ხო იმიჯი ეხლა ბაიდენი რომ მოვიდა არც ბაიდენს დაუპატიჟია ხო ანუ მოლოდინები ხო შეიძლება იყო რომ ეს უფრო კეთილი კაცია და ამაზეა შეიძლება რომ სურო საზღვარი გადავკვეთოთ მე ეგრეთ წოდებულ უკვე ქართველებისთვის ცნობილ ტერმინ detention-ში იმდენი ხანი ჩამსვავენ რომ არ მიიღირს შესაბამისად საზღვრისკვეთა შემცირებულია ფასებზე რა მოგახსენოთ ეხლა კვერცხი გაძვირებული იყო მე შემცირდა მაგრამ ზოგადად ინფლაცია არის და ეს ეხლა სატარიფო სიგიჟე და ეს სატარიფო ომი და მე ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეზე თავდასხმა რომ იმას საპროცენტო განაკვეთს არ წევს და მე ინსინუაციები რომ დავითხოვ, მაგრამ რეალურად ალბათ აუხსნია რომ ჯერ არ ვიცით აქვს თუ არა უფლებამოსილება და მეორე არა მე დოლარი წამოვიდა ქვევით და თქვა რომ არ ვაპირებო. ხო, იმიტომ რომ თუ ჯერომ პაუელი ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ამერიკის ცენტრალური ბანკის მოხსნა ხა ისეთი პროგნოზია, მაგრამ პრაქტიკულად დამთავრებულია დოლარის როგორც სოფლიო ვალუტის რწმენა, ხო? დოლარი იმიტომ არის ძლიერი, რომ თქვა იცი რომ მონეტარული პოლიტიკა ამერიკის არ არის დამყარებული ამ თქვა პოლიტიკოსების ნებასურვილებზე გადასახადებისგან განსხვავებით. ეს. შემდეგი, ნუ ეს უკვე საქართველოში კარგად ცნობილი თემა, ფედერალური ბიუროკრატიის რეორგანიზაცია იქნება, გამოშიგვნას დავარქმევთ თუ უბრალოდ ხალხის გაყრა, ხო, ესეც ფაქტია მიმდინარეობს. იქნება ეს USAID-ის დახურვა საქართველოში კარგად ნაცნობი თემა. ეს იქნება ყველა სტრუქტურაში რაღაცა 10 თუ 15% თქვა შემცირება ხანდახან ნაადრევ პენსიაში. განათლების სამინისტროს გაუქმება. დაპირება, ჯერ კონგრესთან ხმაჭირდება, დაპირება. ნუ ესეთი იდეოლოგიურ ფრონტზეც, ასე ვთქვა, შიდა თუ სოფლიო იდეოლოგიურ ფრონტზე ეგრეთ წოდებული თქვა გენდერის თქვა რომ ქალი და კაცია და ასევე ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ომის საკითხზე რომ თქვა ქალთა სპორტში ბიოლოგიურ მამაკაცებს მონაწილეობა აეკრძალოს ამაზე ძალიან დიდი ძანებულება გამოცა
კიდე თქვენ შემეშველეთ რამე თუ მავიწყდება. მე პრინციპში მეტი მე მგონი არც ყველაფერი მეტნაკლებად ახსენე ერთერთი მაგრამ პოლიტიკაში რა ვიცი აი ამ რუსეთ აი ამის ბიუროკრატიასთან ბრძოლის ტემპები შემცირდა თუ არა შენი აზრით? როგორ შემცირდა თუ არა ბიუროკრატიასთან ბრძოლის ტემპები, სიმძაფრე იცით როგორ დაეჯერება თუ არა არ ვიცი ამ კუთხით, მაგრამ არის რომ ილონ მასკი აღარ არის ესეთ ფავორში, ასე ვთქვათ და აქაც ხო ძალიან იოლია ხა კივილი რომ არაფერს არ აკეთებენ ეს ბიუროკრატები, მაგრამ მე რომ მიდის რომ ახლა რა ვიცი მე თვითმფრინავის აეროპორტების დისპეჩერების და ხორცის ინსპექტორების გაყრა და ასე შემდეგ არის მათემატიკური საკითხია ხო რაღაცა პუნქტის შემდეგ უბრალოდ შეიძლება ქვეყანა დაიშალოს ახლა ხო თუ ყველას გააგდებ ან გამოაცლი ხერხემალს ან ბოლოს ხო შეიძლება პენსიის ისინი ვერ დაარიგო ანუ არ შეიძლება თქვა ფედერალური ბიუროკრატიის იმ დონეზე შემცირება რომ უბრალოდ სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს ხო ამ კუთხით შესაბამისად მე მგონი შემცირდა ეს ტემპები ხო თუმცა ეს ვიტყვი რომ ძალიან პოპულარული იყო ეს იდეა დასაწყისშივე ზოგადი განწყობა ამერიკის პრინციპში ორივე პარტიაში იყო ეგ განცდა ორივე პარტიის სამომრჩეველში რომ ბიუროკრატია ის მოუქნელი არაეფექტური და ასე შემდეგ და სხვათა შორის დღეს გავინიუსომა შექმნა კალიფორნიის დოუჯი და კალიფორნიაში იბრძოლებს თავრობის ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ და კიდე ერთი ინდიკატორია რომ ეს ადამიანი პრეზიდენტობისთვის განჭისყრისთვისაც ემზადება და სრულიად ასე ვთქვათ ყოველგვარი შუბლის ძარღვის გაწყვეტის გარეშეც აი კაცი რომელიც ასე ვთქვათ გუბერნატორი იყო და მას ბრალდება ბევრი ეს კალიფორნიის ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი ეხლა თვითონ სახე იცვალა და დემოკრატებს რა დაემართათ თურმე ხო მაგრამ ნუ ახლა პოლიტიკა რა თქმა უნდა ეხლა პირველი არ არის და უკანასკნელი ხო ახლა იმისი არ იყოს ეხლა სან-ფრანცისკოს ქუჩების სიძინპინის გამო რო გაწმინდა ნუ შესაძლებელი ყოფილა ხო ესე იგი წესრიგის დამყარება სან-ფრანცისკოს ქუჩებში მაგრამ ეგ იქით იყოს სხვა რა მახსენდება ისეთი უფრო აი რიტორიკული შენი მე რა მაინტერესებს ცი აი რაღაც მგონია რომ თქვათ ადამიანების უმრავლესობისთვის მოულოდნელი იყო რომ ტრამპმა შეასრულა თავის წინასაარჩევნო დაპირებები. მე მგონია რომ ამ თვალსაზრისით ტრამპი პირველი 100 დღის განმავლობაში ჩემი შეჯამება რო თქვა არის ის რომ გააკეთა ის პირველი 100 დღის განმავლობაში რასაც ამბობდა რომ გააკეთებდა გაპრეზიდენტების შემთხვევაში. არის თუ არა ასე შენი შეფასება მაინტერესებს? კი კი ბატონო, რაღაცეები ნამდვილად, რაღაცეები უბრალოდ ხალხს არ ეჯერა იმ კუთხით, რომ იმის აღსრულება, როგორც ტარიფების სატარიფო ომი გაირკვა, არის უბრალოდ საკუთარი თავისთვის ძალიან მტკივნეული და მიაჩნდა, რომ უფრო მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებდა. მაგრამ კი ფაქტია, რომ რასაც გადაწყვეტს, ძირითადად ასრულებს. ნუ ეხა იქ წინასაარჩევნო დაპირებებში უბრალოდ ფიზიკურად ყველაფერი გაიაფთება, არ გაიაფთება, ხო ეგ ის ხო არ არის, შესაბამისად ეგ არ მოხდება. ხა ბენზინი, არ ვიცი, ეგეც საერთაშორისო ფაქტორებზეა. რაღაცებს უბრალოდ ვერ გააკეთებს, მაგრამ რეალურად კი დაპირება იყო, თუმცა აღსრულება, როგორც იტყვენ, უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ ნუ ეს ამ კაცის ბუნება ესეთია, რომ აი ყველაფერი უნდა ესე ქაოტურად დაილეტოს და მე რაღაცა დააკეთება. და ბოლო კითხვა ორივესთან მექნება და შეგვიძლია დავამშვიდობოთ მაყურებელსაც და ერთმანეთსაც. თქვენი აზრით, არის თუ არა შანსი, რომ რაღაცნაირად აი ეს მესამე ვადის კენ, თქვათ რაღაცა საუბრები ან გააქტიურდეს ან ამაზე ფიქრობს თუ არა და ზოგადად შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა მსგავსი განვითარება მოვლენების თუ ეს ჯერ ადრე ამაზე საუბარი და მითერმების შემდეგ გამოჩნდება 2026 წლის შემოდგომაზე. ბოდიში წინა საკითხზე მინდა დავამატო ის რომ მის მიღწევებს რეალური მიღწევები ხა ეს executive order-ები რასაც ხელსაწერს ზოგი სულიად სიმბოლურია ხო და ეს არის მისი პოლიტიკის და ხედვის გამოვლენა და ეფექტი არაფერზე შეიძლება არ ქონდეს ხო? ო ინგლისური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება და რაღაც და პანამის მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევა და ასე შემდეგ ხო? მას აქვს ძალიან დიდი პრობლემა რეალური და სერიოზული ცვლილებების გატანება გიორგი გაკვირთ ახსენა ესე კითხე მათ აქვს ქვედა პალატაში მყიფე უმრავლესობა ამის მიზეზი არის ის რომ არიან ადამიანები ვინც ჯერ ერთი ისედაც მცირე სხვაობით მოიგეს ქვედა პალატის არჩევნები და მეორე
აი მაგალითად სტეფანიაკი, რომელიც უნდა დაენიშნათ გაეროში ელჩად, უკან გააწვევინეს მისი კანდიდატურა, იმიტომ რომ კონგრესმენია და მისი ხმები ჭირდებოდა და დაბრუნდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ოლქის კონგრესმენად და ეხლა თქვა რომ შეიძლება გუბერნატორად იყალოს კენჭი. ამიტომ ეს მყიფე უმრავლესობა და იქ არის ერთი ტომას მასი, ეგეთი გიჟი კონგრესმენი, რომელიც არაფერს არ აძლევს ხმას, არიან კიდე ეგეთი რადიკალები, რომლებიც გულისმოგებას ნებისმიერ თემაზე ძალიან რთულია. ამიტომ მას რაღაც თუნდაც იმ პაკეტის გატანაც კი შეიძლება გაუჭირდეს, რასაც ახლა ანონსებდა წინასააღმოშენებლო, რომ გადასახადები როცა შეამცირა წინა ვადაში, ამის რაღაც დოზით გაგრძელება მოხდეს, ამის შესახებ არა აქვთ ხა ჩამოყალიბებული აზრი. ტრამპისტების ნაწილი ამბობს, რომ ამ გადასახადების შემცირების ნაწილი იქნება მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდა და საშუალო კლასისთვის და სხვებისთვის შემცირება. ნუ მაგრამ მე რეალისტური არ მგონია, ხა ამას უფრო პოპულისტური ფციდან ბენონი და სხვები ამბობენ. ანუ ტრამპის რეალურად და მე ვიცით რომ მიდთერმებს როგორც წესი აგებს ხოლმე პრეზიდენტი ხა იყო გამონაკლისები ბუშმა მოიგო 2008 წელს 11 სექტემბრის ფონზე და ასე შემდეგ, მაგრამ არის ალბათობა რომ ქვედა პალატა დაკარგონ, საკმაოდ მაღალი, ხო? ამიტომ ის რომ რამე გარღვევა მოხდეს ამ პირველი 100 დღის შემდეგ მიღწევების თვალსაზრისით არა მოსალოდნელი და მესამე ვადასაც შეეხება თვითონ ამბობს რომ რაღაცა გეგმა არსებობს, რომელსაც ჯერ ვერ იტყვის, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის მისი ტრადიციული უკრაინაზეც ეგრე ამბობდა. რიტორიკის ნაწილი, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას და რაღაც ამით აი როგორც ტრუდოს გუბერნატორს ეძახდა ეგეთი რაღაცა, რომლითაც თავის მოწინააღმდეგეებს დასცინის და მათი რეაქციებით იკვებება. რაზე არის კანადის ანექსიას ხო არანაირი საფუძველი არ აქვს და არც ნუ იმის გარდა რომ ეუბნებიან რომ უბრალოდ დემოკრატებს პერმანენტულ უმრავლესობას შეუქმნის კანადის ანექსიით ხო არაფერზე არ არის მაგრამ იძახის რომ კანადა უნდა შემოგვიერთდეს გონია რომ ეს მესამე ვადაც არასოდეს არ გაჩერდება ამ საკითხზე იმიტომ რომ ჟურნალისტებიც მე ხო ყურებს დაწყვიტავენ და რეალურად ნუ 1.82 წლის იქნება მეორე თუ რაღაცა ყველანაირად კონსტიტუციის ორი შესწორება პირველი რომელიც ძალავს პრეზიდენტობისთვის 2-ზე მეტი ვადა და მეორე შესწორება რომელიც გძალავს ვიცე-პრეზიდენტობაზე ისეთი კანდიდატის წარდგენას რომელსაც არ აქვს კვალიფიკაცია პრეზიდენტობის ვერც ორივე საკითხში იჭრება შესაბამისად უფრო იქნება ეს რა თქმა უნდა იმ კუთხით რომ შეინარჩუნოს თქვა აქტუალობა ულტრა ტრამპისტებში შეიძლება ეს ცრუ იმედები როგორც თქვა ულტრა ტრამპისტებში იყო რაღაცა ცრუ იმედები 2021-20 აი ბრაიდან როცა პრეზიდენტი იყო ეს QAnon-ის სექტა რომელსაც ჯეროდა რომ ტრამპი აღდგებას რაღაცა სამხედროები აღადგენენ ტრამპს პრეზიდენტად აი ესეთი მორწმუნე ხალხში შეიძლება იყოს ეს მაგრამ რა თქმა უნდა რეალურად და ბოლოს კიდევ თქვა 82 წლის იქნება ახლა არ ამგონია შეიძლება კიდევ უნდადეს პრეზიდენტობა მაგრამ არ ამგონია ასე გებია კარგით მადლობა მეგობრებო მე მგონი საინტერესო საუბარი გამოვიდა და ასე თუ ისე ნუ ბევრ საკითხს შევეხეთ ყოველ შემთხვევაში სხვა მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ ვრჩებით ხაზზე და მოვლენათა განვითარების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ანგარიშებს სოციალურ ქსელებში და ჩვენს ვებგვერდს realpolitica.g მადლობა თქვენ ყურადღებისთვის მადლობა მეგობრებს დროებით ნახვამდის მადლობა კარგად